ქოროს მეჯვარე რატომ არ ხარ? მოკლედ, ჩვენი სტუმარია კორსიზი არა და მეორე. არა, ცოტა ლაპარაკი, აი რაღაცნაირად უნდა ილაპარაკო, ხო იცან? მაგრამ სეპახში დღეს ძალიან დიდი ამბები არაზე უნდა ვისაუბროთ. პირველი ალბათ ყვარაცხელი არის. სხვა რაღაცას ვამბობ. სხვა რაღაცას. რაღაცა სხვა რამო. მესი სხვა არის. მოგესალმებით, მეგობრებო, ეს არის Smart Podcast-ის მორიგი ეპიზოდი. რომელი? მეოთხე. წესით მეოთხე ეპიზოდი, ხო? მეორე სეზონი დავიწყეთ უკვე, ხო? უკვე იმდენი ხანია YouTube-ზე ვართ, უკვე მეორე სეზონია რა. ილოცავთ 2025 წელს. წელს პირველი 3 ეპიზოდის შემდეგ დავბრუნდით ამ ახალ წლებზე. სპარტაშორის ძალიან გაგვიგრძელდა დასვენება. ხო, გაგვიგრძელდებოდა, ეხლა გადავყევით Smipes და. ხო, სიმართლე თქვა. ხო, მაგიტო დაგვეზარა, იმიტომ რომ ახალი წლები იყო. კი და რა იყო, იცი, ჩვენ ვსვავდით, ჩვენი სტუმრების პოტენციური, სვავდა, ჩვენი სტაფით სვავდა, ყველა სვავდა. და ეხლა გვაქვს ეგეთი პერიოდი რა. ხო ხვდებით, ან ყველა გადაცემას აქვს. დღეს არ დაგილევია? არ, დღეს არ დამილევია. დავამთავრეთ მორჩადალებები. დღეს იქნება როგორი გადაცემა, იცი, მოდი ჩემი გადაცემა იყოს ეს და ჩემი სურვილით გავაკეთებ რა. მიდი აბა როგორ მეგონი მაქვს უკვე მეოთხე გადაცემაა და ჩემი იმით რო გავაკეთეთ. აი, მიდი. ყველა გადაცემას აქვს თავის ჩავარდნა რა. როდესაც ტოპ სტუმარი ვერ მოყავს რა. ხო ხვდები რა და ისეთი გადაცემა გავაკეთეთ რა. ხო, ნუ ხანდახან შეიძლება ეხა ტოპ სტუმარი ვერ მოიყვანო რა. ხო, არც ალიათ ამარა. არის ხომ, აი როგორი გადაცემა გავაკეთეთ, იცი? აი კომპიუტერში რო გიგდია და მოდი, კაი, გავუშვი. გაჭიროების დროს რო გამოგაგება, ეხა ეს თავდოთ სტუმარი გაგიმაზალა. ბასტო როგორ ახარ? გამარჯობა ბასტო. სალამი, ზუსტად მინდო ძალიან მინდო რომ ჩავსო. აი მეც მაქვს ცხოვრებაში ეგეთი მომენტები, რომ აი ხო დადი ხარ სტუმრად და აი ტოპ მოწევა რო არ გაკო იცი და აი როგორ რაღაცა იცი რომ აი როდის წავიდი ახლა და აი დღეს მაინც არაფერს არ ვაკეთებ საერთოდ. ბოლოს როდის გქონდა ეგეთი ან და მოწევა? დიღომში მოვხვდი რაღაცა. ბოლოს როდის გქონდა ეგეთი მოწევა? ბიჭო, ბოლოს აუ ძალიან ადრე, კაროჩე, ესეთი. აი ვერ გეტყვი როდის რა, ანუ შეიძლება ბავშვი ვიყავი. აჰა. და დედა ჩემმა წამიყვანა სადღაც გუნცაძეების გადაღებაზე. მეგობრებო, გუნცაძეების გადაღება, კაი. ბასტოს ჯინაზე გამოვიწეროთ ეს არხი. ხო. დავალაიქოთ. ბასტო მოგვილოცე ახალი წელი. მე არ ვსვავდი სხვა შორის ახლა წელს. რაღაცა ბოლო 5 წელია. განწყობა არ მაქვს ახალი წლის ხომე რა რაღაცნაირი რა. და მე ჯიუტად მაინც მოდის და მოდის. თოვლი ხო რა და ბიჭო, თოვლი ერთი თოვლი რო არ არ მოდის შემოსულა ჯერ ვაჟიკო. ვაჟიკო? წარმატებით. ვაჟიკო. ჩვენ ესე ეს ეგრევე ვაჟიკოთი მომართავს ხოლმე. ხო და ნახე, უნდა შემოვიდეს. კი, უნდა შემოვიდეს. კი, ვერ დავიწყე. ეხლა შეხედე, ჩვენ ვართ ძალიან ინდივიდუალური ადამიანები. ხო იცი ეხლა როგორ ანუ აი შენ ინდივიდუალური ხარ და ყუპებმა როგორ უნდა თქვა ინდივიდუალური. არა ვარ. არა, თორნიკი არის ძალიან ინდივიდუალური და ჩვენ ვართ ინდივიდუალურები. კაი, მოდი ახლა ჩვენ გამოგაცხადებთ, ანუ ყველას ჩვენი გამოცხადება აქვს შენზე და შენ რომელზე შემოხვიდეთ და მე დავიწყოთ გადაცემა რა. გაზარი არა. კაი, და ვაფშე არ შემოვიდე ბოლოს შეიძლება რომ აი გამოვაცხადებ და არ შემოვდივარ და შევიდება, იმიტომ რომ ამოთახშე გარეთ ხარ ეხა. დიღომში ხარია ისეთი ხარია რა. გარეთ და ვერ შემოვიდება. კაი, დავიწყოთ, მოდი, მე დავიწყებ, ხო? მიდი გამოაცხადე. მე მაქვს ესეთი წარდგენა ბასტოსი. YouTube ლიგის მესი. თან კერა რა. YouTube ლიგის დამფუძნებელი, ორგანიზატორი და გამარჯვებული ვაჟიკო ბომბარდირი. ეს ამბავია უბრალოდ ეხლა შენ მოყევი რაც გადამხდა ცხოვრებაში. ხო, მაგრამ ნახე, შენი სხვა არის, შენ წარსულია ეს ყველაფერი. კი, რეგალია. გამოცხადების კი ბატონო. YouTube ლიგის მესი. ბიჭურამ ჯაში. ეს როგორი რაღაცაა, როგორი გამოცხადება, იცი? აი YouTube მესის რო ახსენებს ცოტა თუ აფორიაქებული ხდები. აი ჩემს შეხვედრამდე ნერვიულობ რა. აბა ეს ეგრე უფრო გამიხარდა. YouTube ლიგის მესი შემოვა ეხლა. YouTube ლიგის მესი, ბომბარდირი და ორგანიზატორი და გამარჯვებული და რავი, ყველაფერი მაგარი. გამოვიწყდა სახელი და გვარი გამოვიწყდა. აი ნახე ხო და როგორ გამოცხადება, იცი? გეტყვი რა. დამოვიწყდა. აი მესის რო ახსენებ, უკვე ნახევარს აღარ მოწონს. ხო, იას. თავისაც აღარ მოსწონს შეუძლია ეს ბორბალი გააკეთოს. ანუ ნახევრად კი, ეს ვეთანხმები, მაგრამ ნახევრად კარგია და ნახევრად ისე რა. კაი, გამოაცხადე შენ. ათუ მე აი, მოკლედ ეს იყო რა ჩემი რა. კაი, მე გამოაცხადე. ანუ ისე მოვამზადე როგორი სტუმარიც. თუ გინდა მოდი. კაი, მე გამოაცხადებ. ხო, ეს იყო ჩემი წარდგენა, მოკლედ დაიმახსოვრე, ეხლა შემდეგი. კაი, მე გამოაცხადებ. დღეს ჩვენი სტუმარია ადამიანი, რომელიც სპონსორთან ერთად მოვიდა და დღეიდან დაგვასპონსორებს. ბასტო.
მადლობა მობრძანებისთვის ფასტო კაი, ესეც დაიმახსოვრე. ხო, მე ახსოვს. ხო სიმართლეა. რა კაი, მაგას მე ვისაუბრებ სპონსორზე, იტყვის თვითონ ყველაფერს. მოკლედ, ჩვენი სტუმარია კორსიზი არა და მეორე. ხო ვაჟიკო გოგუ. ეხლა რომელზე გამოვიდოდი? კაი, რომელზე შევხვიდეთ. მე ისეთი ზრდილობიანი ბიჭი ვარ, ნებისმიერ შემოვიდოდი, როგორც კი ჩემს სახელს დაგვარს იტყოდით, მაგრამ კარგად მივდივართ. მაინც უფრო შემოვიდოდი მესიზე. არა და ყველაზე მეტი კრიტიკა მე მივიღე. ხო, არა, რა თქმა უნდა. მაგრამ თურმე ეგრე ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში რა. მათ ეგონათ რომ ისინი იყვნენ მაგრები, არა. რა თქმა უნდა. არავითარ შემთხვევაში. ანუ მესი ყველაზე მაგარია, მაგას ამბობ? მესი ყველაზე მაგარია. შენ გჯობია? მე რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. მე მესი შეუულია, აი მესი რო გადაწყვიტეს რომ მოდი ახლა ვასტო იქნებიო, ჩემზე უკეთესი ვასტო იქნებიო. ისეთი მაგარია მესი. აი მოდი ახლა ჩვენ ძირითად თემაზე გადავიდეთ. ხახმა გადაწყვიტოს არის თუ არა. მოდი ახლა ჩვენ ძირითად თემაზე გადავიდეთ და ვისაუბროთ რა არის ფანატიზმი. ფანატიზმი? ბიჭო, ფანატიზმი როგორი რაღაცა იცი? ზოგჯერ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, გეძლევა შესაძლებლობა, რომ რაღაცა განსაკუთრებული დაინახო ადამიანში, ან არ გეძლევა ეგ შესაძლებლობა რა. აი როგორც აი მაგალითად ახლა ნიჭი ჩემი გადმოსახე და ნიჭი არის კონცენტრაცია. ანუ მესი იმდენად კონცენტრირებულია ფეხბურთის თამაშზე, რომ მაგაზე მეტად არაფერი არ აქვს დამოღამებული და მაგაზე მეტად არაფერი არ აინტერესებს. მაგიტო არ სტიმულიანტობს, მაგიტო არის, რომ სულ დაგეშლია, აი თითქოს კარგავს რა, აი აუტიზმის ნიშნებიც მან ამბობენ რომ კაროჩე მაგიტო აქვს რომ აი ძალიან კონცენტრირებულია ერთ რაღაცაზე. მაგიტო არის ის ინგლისური, ხო მაგიტო აი სხვაგან ყურადღებას ვერსად იმაშვებ. ხო, მაგრამ რონალდო ხო ეგრეა. არა, სხვა რაღაცას ვამბობ. სხვა რაღაცას ვამბობ. მესი სხვანაირად არ შეუძლია. რონალდოს გადაწყვეტილება ეგა და მესის ხმარად არ შეუძლია. მესის რო ბურთი გამოართვა და მაგას ვამბობ რომ ეგ შეიძლება რომ გაქვს ადამიანს რომ ეგეთი ადამიანი ნახე იმ სფეროში სადაც შენი საყვარელი სფეროა და ყველა დიდი სიამონებას საიდანაც იღებ. შეიძლება ვიღაცამ ფანატიზმი დაარქვას, მაგრამ ჩვენ გულშემატკივრმა შინაგანად ვიცით რომ უბრალოდ იღბლიანები ვართ რომ ჩვენ სფეროში ეგეთი გენიოსი დაიბადა, ჩვენ ამას უყურეთ და არ მოყოლით არ ვიცით. არა, გეთანხმები. ამიტომ მადლობა უნდა გადაუხადო ყველა ძალას, რამაც ზოგადად მიუხედავად გამაჩინა გეთანხმები ეპოქაში. მიუხედავად იმისა. კი, არა, მეც გეთანხმები, მე მადრიდისტა ვარ, სულით და გულით და რონალდო უფრო უნდა მომწონდეს, ლოგიკურია. არ არის ლოგიკური. არა, ნუ არის სენტიმენტებთან არის. ხო, რაღაცა ნოსტალგიასთან და შემდეგ მეც ვფიქრობ, რომ მესისნაირი არავინ დაბადებულა. ხო, რა, ეგეთი რაღაცა. ან შეიძლება დაიბადა, მაგრამ ჯერ არ გამოუვლენია. ხო. ნახოთ. ან შეიძლება ახლა დაიბადოს ადამიანი უფრო მეტად არ უნდა გამოზდიოდეს, სხვა რაღაც ვერ უნდა გამოზდიოდეს სხვა რაღაცეები და ეგ იქნება მესიზე უკეთესი. აი ლამინი ამადი ძალიან მაგარი ფეხი, კაცივით თამაშობს ტიპა 17 წლის, მაგრამ კაცივით თამაშობს თითქოს ერთი 10 წელია. 18-ის არის თითქოს. თითქოს მაგრამ ძალიან თითქოს დიდია რა, მაგრამ ის არა აქ რა მესის. არა, მესი რო იყო 17-ის ასეთი არ იყო. იამალი უფრო მაღალ დონეზეა ჩემი. იამალი არის, აი ყურე იამალი არის უკეთესად აქვს ნასწავლი ფეხბურთი, ხო? რა, თავიდან ვარ ის არ არის აღზრდი, ანუ ის ვერ არის. ხო. ანუ უცნაური ადამიანია რა, ანუ აი, მოკლედ, კარგია იამალიც, მესიც ძალიან მაგარი ფეხბურთელია, რა თქმა უნდა, რონალდოც, მაგრამ სეპახში დღეს ძალიან დიდი ამბები ტრიალებს. არაზე უნდა ვისაუბროთ ახლა. პირველი ალბათ ყვარაცხელი არის შემილია რამდენ რაღაცის თქმა მინდა და რომელიც დავიწყო მითხარი. აი, მოდი თქვენ დაიწყეთ და მე გამოგეხმაურებით ხო. მე დავიწყებ რა. ძალიან აფორიაქებული ვარ, იმიტომ რომ პირველ რიგში ასეთი გაინტერესებს იმ 11 მილიონიან დოლარს შეგხვდება თუ არა? არა, ეგ არ მაინტერესებს. მე ვფიქრობ რომ ხვიჩა კვარაცხელია არის დღეს არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი ვარსკვლავი. აი, ქართველი რა. აი, ხო ხტები, ანუ ტიპი არის, არ ვიცი. არაფერი განსხვავებული არ გითხოვს. ძალიან მაღალია, ძალიან დიდია რა, ძალიან დიდია და ხო, პირველ რიგში გამიხარდა ნაპოლი რო დატოვა. მეც გამიხარდა. ფიქრობდი რომ ზაფხულში უნდა დაეტოვებინა, მაგრამ ჯობს გვიამვიდრე არასდროს. იანვარში რო წავიდა, კარგია. ხო, და გამიხარდა რომ PSG-ში წავიდა, იმიტომ რომ იყო ვარიანტები რომ შეიძლება ბარსელონაში წასულიყო და კაია რო არ წავიდა. არა, ბარსელონაში არ წავიდა და უფრო ამერ პრემიერ ლიგაში PSG-ში რო წავიდა და ხო, ბოლოსაც ვიტყვი, იყო ერთ-ერთი თემა, როგორც წერდნენ რომ ნიუკასლი იყო და ნიუკასლი იყო ჩემთვის ყველაზე კარგი, იმიტომ რომ პრემიერ ჯობია ჩემი. ანუ ყურე შეიძლება ჩემი აზრით თქვა. PSG-ს ნიუკასლი მერჩი. ბოლოსაც ვიტყვი რა, ნახე 1 წლის წინ თუ წელიწად ნახევარის წინ მესი
მბაპე, ნეიმარი, რამოსი თამაშობდნენ. ანუ და დღეს თამაშობს ხვიჩა ნახე რა არის შეხედე ხა შენ რა თქვი წაღა რატო გაგიპროტესტე ეგ რა ეგ ხა რაც არის რა შეხედე ისე ამბობდი მაგას რომ თითქოს ჩვენ ესე გვინდა რომ ეგრე იყოს მაგრამ ეგრე იყოს კი არა ეგრე არის ანუ ხო ხვდები ანუ მაგას ვამბობ რა ეგ სიმაღლე უკვე იმდენად მიღწეული აქვს რა ხო ხვდები რომ ანუ აღარ ჭირდება ჩვენი ფანატიზმი იმიტომ რომ არის უკვე ტოპ-დონი არის რა ხო ხვდები PSG-ში რო ითამაშებ უკვე ტოპ-დონი ხარ ჩემი აზრით და 7 ნომრით თან ახლა 7 ნომრით ბაპეს მერე და კიდე მანდ არის ძალიან მაგარი ფაქტორი ლუის ენრიკე რო არის მწვრთნელი რა იმიტომ რომ ლუის ენრიკეს აქვს ძალიან დიდი ტაქტიკური გამოცდილება ანუ ძალიან მაგარი მწვრთნელია რო გაუშვან ახლა ლუის ენრიკე ლუის ენრიკე ძალიან ძლიერია რა ძალიან დიდი პრობლემები აქვს და ფსიქოლოგიური აი ბავშვის გამო ხო ეგ ვიცი კი ბატონო ეგ ბარსელონაში რო იყო მაშინ იმის მერე ხო და მაგის მერე მოტყდა რა მე ვფიქრობ რომ ეხა რაღაცა ახალ მესის ხედავს კვარაცხელიაში მე აი შენ წინოდა შენი აზრი რო დაგიფიქსირებინა და პირველ რიგში დავფიქსებ ერთადერთი გუნდი გაგასკევნებ რომ ნიუკასლი რატომ მინდოდა თქო რომ ეს ყველა ფეხბურთი ნახევრად არის მარკეტინგი რა მარკეტინგი უნდა შეფუთო ხა ყარა არის მაგრამ კარგად შეფუთული მარკეტინგულად იმიტომ კი არა რომ კარგად იმუშავოს მარკეტერებმა მაგას თვითონ ყარა მუშაობს მაგაზე კარგად თავისი სტილი რაც არის არ არის ეგეთ ფეხბურთში ხა ძალიან ეგზოტიკური გახდა რასაც ყველა ბრაზილიელი არგენტინელი აკეთებდა ეხა აღარ აკეთებენ და ეს ქართული რაღაცა ჩვენი ბეტონის ფეხბურთის თამაშის სტილი ძალიან პოპულარულია ყველას ევასება დრიბლინგი ევასება ყველას რა ყველაზე მეტად ფასდება დრიბლინგი რა და დრიბლინგი და ეგეთი რაღაცები ფეხბურთელის ფასს წევს ანუ საბოლოო ჯამში ხვიჩი არის ძალიან მაგარი მარკეტინგული პროდუქტი, მაგრამ აი მარკეტინგულად აი როგორც კარგად კიდე მაგრად შეიფუთებოდა როგორ რა ყველას აქვს თავის სახელი. ხო აი მაგალითად იბრაჰიმოვიჩი გადადის გუნდში, იქაური ქვეყნის შიდა ლიგას უეჭველი იგებს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას ვერ იგებს. ის ფინალს არ აგებს, ის გოლები გააქვს, რაღაცა კლაჩ ფეხბურთელი, ყველას აქვს თავისი რაღაცა რეგალია რა და ამას მაგარი ექნებოდა ძალიან რომ ნიუკასლში რო გადასულიყო, წარმოიდგინე ნიუკასლი დიდი ხანი არ მოუგია მაგალითად ის როგორც ნაპოლის პრემიერ ლიგა და ხო და ახლოს არის მოგებასთან და ნიუკასლში რო გადასულიყო, კაი იქნებოდა რომ მოუგები და პრემიერ ლიგა. PSG-ს ამბავი არ გამორიცხავს მაგას, იმიტომ რომ PSG-ს ჩემპიონთა ლიგა არა. ბაზარი არა, მეც მაგას შეგვიძლია ეგრე შევფუთოთ ხო არა, მაგას კი რა უფრო ცუდია. ანუ მე უეჭველი ჯობია, ვინმე თუ ამას ნაპოლიში დარჩენა ჯობდა, ეგად მე ვერ ვიპოვი ადამიანს რომ არ გადავიდოდა კაროჩი. ნიკოშ ნახე რა არის ეხა რო კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინოს პარის სენ-ჟერმენს, ეგ ნიშნავს რომ ვერც ნეიმარმა, ვერც მესიმ, ვერც მბაპემ ჩემპიონთა ლიგა ხო მაგას ძალიან მაგარი ამბავია. დრამატურგიულად რამდენად შეიძლება შეიფუთოს ეგრე ხო იცი. ეგ მარკეტინგში ეგრე შეიფუთება. ნაპოლის შეგვიძლია მთელი ანუ ეს 30 წელი ვინც ყავდა ყველა სახელი და გვარი შეგიძლია ჩამოთვალო და კვარასდე დაამთავრო. მე მაგრა გამისწორდება რა, იმიტომ რომ არ თავარი ხა რაც მეშინია მე რაც არ მომწ. აი უყურე მე ვამბობ ხოლმე რომ პირველ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გუნდში არის თვითონ გუნდი. ანუ ხო არის კომპონენტი რომ დაცვა, ცენტრი, თავდასხმა, ვიღაცა კაი დამრტყმელი ყავს, კაი დამზღვევი ყავს ასე შემდეგ, მაგრამ გუნდი თუ როგორც გუნდი ისე თამაშობს, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, აი რეალი ბარსას მაგალითი ავიღოთ ხა. რეალის ფეხბურთელები თითქმის ყველა ჯობია, თითქმის ყველა ბარსას ფეხბურთი, ასე ცალკე რა. ვინისიუსიც ჯობია, ბაპეც ჯობია, ბელინგემიც ჯობია, მეკარეც ჯობია. ანუ ყველა ესე ცალკე ჯობია, მაგრამ ბარსელონა იღებს და დედის ხო და ბარსელონას ეს ბიჭო მაგრამ სეზონი მაგრამ ხავარ 2-2-ზე ბარსა მაგრამ ახე ეს შემთხვევა რომ ბევრი არაფერი არ მაქვს თქვენი კონკრეტულად ბოლო თამაშიდან გამომდინარე ბოლო ორი თამაშიდან გამომდინარე მაგრამ ჩათვალე 5-2-ზე ვარ ბოლო რაღაცომღაც ეგრე ხდება ხოლმე რომ სეზონის ბოლო მოდის ხო კი სხვა გუნდები მაისი მოდის და მე მიხარია რომ თქვენ ძალიან გიხარიათ ხო არა ეგრე ხდება ხოლმე რომ ბარსელონას ფანებს რო ვხედავ გახარებულებს სიმართლე რო გითხრათ ანუ მართლა მიხარია ხოლმე, იმიტომ რომ მე ზოგადად მიყვარს ადამიანები, რომ ბედნიერები არიან. მარტო მე ხო არ უნდა ვიყო ბედნიერი რა. ხო, ეგეც არის. მიხარია, მე მეწოდებიან რეალის გულში მათგრები, რატო გეტყვი რა? უყურე გაწრუხებ, ანუ ბედნიერებასაც ვერ, ანუ უყურე მარტო უბედურებას ხნობენ. შეხედე, სულ მარტო უბედურება. ანუ სულ იგებ რაღაცას, იქიდან ბედნიერება არ მოდის, რომ სულ იგებ. და სადაც ვერ იგებ, იქ სულ აი ბარსა მოვა მე დაგახევს ბურსავზე და მან კიდე უბედური ხარ და ერთ-ერთი აი რომ აი ჩვეულებრივ ვარ ხარ, უცებ ბარსას თამაში უბედური ხარ, მე ისე მოიგებ ჩემპიონთა ლიგას ჩვეულებრივ. საცილს კარგად გვაქვს დაცდილი ბარსასთან წაგებები. ანუ აი ბარსასთან რო აგებთ თქვენ სულ იგებთ რაღაცას, მაგრამ სულ აგებთ ბარსასთან. სულ აგებთ ბარსასთან, ანუ ჩვენ გვაქვს ბარსას კარგად დაცლილი რეალი რო იგებს. მე სულ ვუგებთ რეალს. ეგრეთ შეიძლება. მე გიგა და თორნიკე ვიყავით მადრიდში რა, სანტიაგო ბერნაბეუზე ვიყავით. და სხვათა შორის რეალი ბარსელონა დაგვემთხვა რა, ანუ როგორც თქვენ ის დაგვემთხვა, არა, დავიმთხვიეთ, მაგრამ
კაროჩე ხო არა ეგრე იყო რო ჩავედით მადრიდში ჩვენს უჩხუბი გვაქვს ხოლმე ამ რეალი ბარსასთან დაკავშირებით ის არა პოდკასტისა ლოგი მაგნანახი მაგრამ არ გიდევს კი ხო და მოკლედ ჩხუბობთ რაღაცა დაჟე ვიღაცამ ამოვარტყა გიგამ ამოვარტყა თონიკეს რაღაცა ეს აქედან აგინებს ის იქიდან რეალი ცხოვრებაში სხვა ჩხუბი არ ქონია ის ამბავი რა მოკლედ რა და ფეხბურთზე ანუ სერიოზული ანუ ხელჩართული ჩხუბი ქონდა მე და გიგას რა ანუ ეგეთი შევდივართ ბარში სადაც რეალი და ბარსას გულშემატკივრები შეხედან და სვავენ ერთად მაგრა ერთობიან რა თქვენ ხო და მე მივხვდით რომ მაგრა გვაგოიმებენ ვაფშე თელ სოფლიოს როგორი მარკეტინგია ის თვითონ იმენა ძალიან ჯგრულად არიან რა თან ესპანელი შიგნით ანუ და ეხა იქ ვინ ჩავი ტურისტები ვინც იყავ ჩვენ ხოცავდით ერთმანეთს და თვითონ ისხდნენ და ესე ფულ შოულობდნენ არაბები და ქართველები და ეგენი ხო ყველა ჩავედით რა ანუ მართლა გული დამწყდა ძმაო რაზე რომ აქამდე რისთვის მიბრძოლია რომ ანუ ეს რა არის მართლა ხო ანუ შოუა რა ანუ შოუა კაი შოუა უბრალოდ მაგარი შეფუთული შოუა თვითონ ევასებათ ერთმანეთს სხვათა შორის წეღან უნდა მეცვა ხო მიდინი კვარაცხელიას გარშემო რო აუ მეც მინდოდა ყვარაზე ბაზარი ხო და საუბრობთ მე ძალიან სასაცილო ამბავს გეტყვით რა მოკლედ 2 წელიწად ნახევარი ხო იყო ნეაპოლში კვარა ხო და ძალიან მინდოდა რომ ჩავსულიყავი ნეაპოლში კვარას თამაში რა მართლა მინდოდა მაგრამ ნუ რაღაც მეთქი ჯერ არ გადავა ჩავალ და ხვაზე ხარ იქ მადრიდში წავედი რომ რეალის თამაშზე წავიდე ნუ კვარას ნაკრების თამაშებზე ვნახო და მოკლედ ნეაპოლიში არ მინახავს რა და მაისში მაქვს ناقიდი ნაყიდი გაქვს მაისში მაქვს ناقიდი ხო რახმანი ძალიან კარგი რატო ნერეში კაია ხო ნერეში კაია ნერეში უყურებ არა მე ვიცი ანუ კაცი მე რო ხუჭას ხელფასები ვნახე კარგი რაღაცა კამათი მქონდა რომ აი ის ბიჭო PSG მაიგუნდი ბიჭი არ დაიწყეს და პროსტა მინდოდა რომ მენახებინა ყვარას ხელფასი რამდენი აქვს და ვის აქვს მაგაზე მეტი ხელფასი და ყველას კაროჩე ორი ფეხბურთელი ისეთი იყო მაქსიაში რომელიც რო გეთქვა რომ აი სახელდაგვარს გეტყვიო და პროფესია თქვიო არ ვიტყვა ვინები ვერ მიხვდებოდა ვინები შენ პირველად ანუ პირველად წავიკითხე გასვები რანაირად ანუ კარესაც კი ისა ასოები აი ესე ასოები ერთად ეგ ასოები ამანამდე არ მინახავს მაგ გვარი რო წავიკითხე რა ანუ და რატო ხდებოდა ფელამუშიო თუ რაღაც ძალიან ცუდი ტიპი ეს ლაურენტის თუ ანუ რა ბიზნესი ეგ არის რომ ანუ ვერ ხვდები უბრალოდ რომ ბიზნესმენია ბიჭო გავიგე მაგრამ დებილი ხარ გეტყვი რა გაიგე მეტი ხელფასი და უფრო მეც მაგაგებინოს მაგას ფეხბურთზე მეტად უყვარს სხვა რაღაცა რა ბიჭო გავიგე მაგრამ ფული ხო არა თუნდაც ანუ კარგი გაუფასებლობა ეგ ბიზნესია ეგ გაუფასებლობა ძმაო ეგ ბიზნესი არა სერიას საუკეთესო ფეხბურთელი ყავს და რა ვიცი ლუკაკუ ბიჭო მან როგორ თემაიცი ამან გაურისკა რა არავინ არ გაურისკა ხა ქართველი არავინ არ გაურისკა და ამან გაურისკა წაიყვანა და ეგ არის საკუთარ თავს უხდი და ფულს კი რა და საჩუქარს რომ მენახი გაურისკეთ ამას 200 ლარად ყავს ეს 200 მილიონიანი ფეხბურთელი ეგ იგი ალბათ რა ვიცი დაუფასა კი წავიდა და წავიდა 11 მილიონი მაგრამ თვითონ ლაურენტისმა ბიზნესი დაატრიალა ოსიმენშიც და იმაშიც რა ქვია ყვარაცხელაში მაგარი ფულ 200 მილიონამდე ხო იშოვა ჯამში კი მე მგონი ოსიმენიც მიყავთო PSG-ში ხო აი უნდა ხო და არ ვიცი დააბრუნეს ძალიან მაგარი ეხა უყურე კიდე ყვარაზე რას ვამბობდი რომ ყვარასაც თუ არ ვიცი თუ ცდიან ჩემი აზრით ძალიან გაასწორებს ან შუა ნაწილში მე სადგას რომ ნაკრებში სხვადასხვა აქვს გამოცდილება ხო და მე მაგრამ მე მგონია რომ მაგარი ეგეთი ფეხბურთელი ხა დემბელე შუაში რომ დააყენო მაინც მარჯვნივ ბიჭო რა გინდა ჭკვიანი ფეხბურთელია დემბელე არავინ არის სანდა როგორ გაიქცევა დემბელე არის დემბელე როგორი ფეხბურთელია დემბელეზე არის დაბალი IQ აქვს ჩემს ეგეთი ისტორია ფეხბურთს თამაშობს ზოგადად დაბალი IQ კი არა ტიპი არის შემოდის მაგათაც წვრთნელია დემბელე დგას ესა და წვრთნელიო კაროჩე ფაგებსაც რომელიღაც ფეხბურთელის ინტერვიუ ყარ მახსოვს გვაჯვავს თუ როგორ იცი რომ თქვენ კაროჩე საძაგლებო ვისი ესეთი მამის ესეთი დედიშვილი ესეთი როგორ გამოხვედი და აი ეგეთ რაღაცებს გვაჯვავს ძალიან ცუდი სიტუაციაა და დემბელეც ესეთ გარს და თუ გახედავ მე დემბელეს და თვალი გაუსწორაო სიცილს ვერ იკავებს ეს ისეთი სტენკოლები და ესე ხო და ვიღაცა რომ გაკეთოს სიცილი ეცხება და ეცინება უეჭველი რაც არ უნდა ხდებოდეს ანუ აი 200 წნულს აგებო ფინალიაო და კაროჩე ხავი ვენებს იჭრის კი არა და ისა კომანი ვენებს იჭრის შენ თვალს და მე ვიცი რომ თურმე პანაშვიდებზე არ დაყავს ხო იცი დემბელი აი იმენა აი პანაშვიდი საშინელება არის ეგ რო გაქვს წარმოიდგინე რომ ესე ხო ხარ და ოდნა ვიღაცას თუ გახედა თუ დაგინა ხარ რომ უყურებ ეცინება ხო ინტერვიუს უსმინე რომ ეკითხებიან რომელი ფეხი ხარ არ იცის ანუ არ იცის რომელი მარჯვენა ათმაცხნა არის მაგრამ რაღაცნაირი ძლიერი დარტყმა აქვს ძალიან უცნაურად უცნაურ ბიჭო ეგეთი ძლიერი დარტყმა მე მგონი მაგ დროს აცელს ანუ ნახე
ანუ რას ხო ანუ როცა აცელს ხომ მაშინ ურტყავს და როცა გაქვს მაშინ აცელს ჩემი მე ეგრე ვფიქრობ რა მოკლედ მე იმედი მაქვს რომ დემბელეც მაგრამ მოიხოდება ეხა კვარასთან ერთად და ზოგადად ეხა დემბელე ბარკოლა ძალიან კაი დუეტი იყო მაგრამ ბარკოლა უნდა ჩაანაცვლოს კვარაცხელია მე ეგრე უნდა გუნდი უნდა დადგეს პირველ რიგში აი უნდა დადიჯდნენ ბიჭები პირველ რიგში მე ერთად ხალ რესტორანში წავიდოდი მაგათთან ერთად ეგრევე ანუ გავიცნობდი რა ის შეჩემას შევაჩვევდი რაღაცებს და უფრო კაი გუნდი იქნება ეხა ეგ აუცი მე კვარას მიმართავ აქედან თუ მიყურებ დაპატიჟე ბარკოლა და დემბელე შენთან მე ბარკოლა დემბელე შენ მესისაც თუ დაპატიჟებ კაი იქნება გიცნობს როგორც ვიცი და გაიცანი კარგად და დაუძმაკაცდი და ბევრად მაგარი გუნდი იქნებით ჩემი აზრით კვარა რა კი ძალიან მაგარი რჩევა წარმატებებს ვისურვებთ კვარას რა ძალიან გაგვიხარდება ხო და მოკლედ ეხლა პარიზში ვარ ჩვენები რა კვარას თემა ეხლა ამოუწურეთ ნუ ამოუწურავი თემა იმიტომ ბევრზე შეგვიძლია სხვა რაღაცები ერთსაც დავამატებ თორნიკე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია საფრანგეთის ჩემპიონატში მართლა აბა რა ჯიჯი ხო და ეხლა ნახე რა ვქნა ჩვენ ეხლა ამ თემაში შეგვიძლია ძალიან დიდხანს ვისაუბროთ თუმცა ჩვენი სტუმარი თავიდან კეთვით რომ ტოპ სტუმარი არის მაგრამ კარგად მართლა კარგად ლაპარაკობ სტუმარი ვერ ერკვევა ფეხბურთში და მოდი შევცვალოთ თემა შევცვალოთ ეხლა ფეხბურთში ვერ ვერკვევ მართლა ფეხბურთში კაი მიდი ძალიან ის იყო რა ქვია ვისი ამოვნეთ და კაი მოკლედ ახლა გადავიდეთ სხვა თემაზე ეს თემა ახლა ძალიან კარგი განსახილველი იქნება ბასტოსთან იმიტომ რომ ბასტოს ამ პლატფორმებზე ძალიან ბევრი კარგი რაღაცები გაუკეთებია დავიწყოთ ჯერ მივხვდი რაზეც მოდი დავიწყოთ ჯერ TikTok-ით იმიტომ რომ ბასტო პირველ რიგში დასაწყისში თავიდან იყო TikTok-ერი TikTok-ი დაიწყო Facebook-ერი იყო ძალიან წარმატებული Facebook-ერი იყო და მე გადავიდა TikTok-ზე და გააკეთეს ეგეთი რა ქვია გვერდი TikTok-ზე ქონდათ ოთახი ხო ოთახი ოთახი ძალიან ისეთი რა ქვია იუმორი ქონდათ ბიჭებს მე ძალიან მიყვარდა ეხაც მიყვარს ეს იუმორი ცხონებული და იმათაც უყვართ ჩვენი იუმორი და ესე აუ მე ვიცი რომ მაგარ პაროდიას აკეთებს და მე კი არა ერთი პაროდია კი ისეთი რომ პაროდია არ გამაკეთებია პაროდიას ვერ გააკეთებს იმიტომ რომ ეგეთი დავლევა ამ ყველას უნდა ამის მოფიქრებული საუბრის მანერა აჰა კი არ არის მოფიქრებული რა პაროდია რა სისულელია მოსმენილი მაგჯენ დებილი იყო არა კაი სანამ ოთახზე ვისაუბროთ კაი გააკეთოს პაროდია არა არ არის ეგ თქვენ შეარქვით სვანის და მეგრელის არა ხო და არის მაგრა ეხა ნახე არა ეგ არის სვანი და გააკეთე პაროდია არა ეგ არა რაღაცა არა უყურე მომინდება რაღაც ეტაპზე და ეს ხო აი ეს უცებ ის არ არის რა აი მაგალითად მინდება ხო მიროს რო ხედა უცებ შეიძლება დავიწყო იმიტომ რომ მიპასუხებს ეგრე ვიცი ქოროსო დაუწყო შენ რას ეძახი მაგ საუბრის მანერას მე სვანი და მეგრელი არ არის არ ვიცი რა მე მოსკასებ სვანს და აი სხვადასხვანაირი მეგრული ბიჭო როგორ რაღაცა იცი ანუ სხვადასხვანაირი მეგრულია რა ანუ ეხა მე როგორი მეგრულიც ბავშვობაში ყურში შემეჩვი არის ესეთი მეგრული ანუ ყურე სვანური მეგრული არა ცოტა ლაპარაკი აი რაღაცნაირად უნდა ილაპარაკო ხო იცი ანუ ცოტა სხვანაირად აი ეს მაგალითად მე სხვა სიბოხე ცოტა და აი სვანური ხო და ეგ თქვენ გადაობა პროსტა ხო და აი რა თემა იცი მაგალითად აი სამეგრელოში სადაც ჩემ სამეგრელოში რა შეიძლება უკან ხმა გაიგო რომ რა არის რა წესია მაგის დედავატირე ვიღაცამ და გახედა და 5 წლის ბავშვია რა ანუ ყველა ეგრე ლაპარაკობს ანუ რა არის რა პონტია მეზობლები არა ვართ და გახედა და შლოპანციაში დგას ვიღაცა ფეხსა შლოპანციასა უჭირავს რა ფეხით ხო ანუ ყველა კაც ადამიანივით ანუ ბოლომდე ესე ლაპარაკობს რა ანუ იქ ჩემს ამ მაგას ვამბობ და ეგ მაგ შეჩვეული ყური მაქედან სხვა მეგრული არ ვიცოდი განარჩენა სვანი არ არის სვანი ხო და მე რომ ნახე სხვა მე ანუ აი მეგრულები ხაბუმეში მაგ ხაბუმეში დავდეთ სულ რა ჩხოროწყუს სოფელი ერთ-ერთი ხაბუმე მან გავატარე ბავშვობის აი საფხულობით ნახევარი რა სუჩა მაგ ჩავთ გურული ვარ მაგრამ მან ვიყავენ გურიაში ორჯერ ვარ ნამყოფი ჩემს სახლში იქ და მარტო ეგ მეგრული ვიცოდი რა ეგ არის ჩემთვის ორგანული მეგრული რა და სხვა მეგრულები რომ ესმოდა ეს აი მაგალითად ფოთური მეგრული ანუ მეგონა რომ მეთქი ვერაკეთები რომ ვიძახდი რა არის ხო და მე რო გავიგერო ანუ მე გავიაზრე რაღაც ეტაპი ცხოვრების რომ სხვადასხვა ვაფშე სხვადასხვა ის აქვს ანუ მიხვდები რომ მეგრულია ყველაზე მიხვდები რომ მეგრულია მაგრამ სხვადასხვა ის არის რა და ჩემი მეგრული არის ჩხოროწყუში აი ცოტა ეგრე ლაპარაკობენ რა ხა მე შეიძლება ხმა დავამატო რა ესეთი ხმა მაგრამ ეგრე პროსტა ხმის ამბავია
ხო და მოკლედ ახლა კიდე მე ექნება შეიძლება რომ გააკეთოს როგორც წაგან გითხრა უცებ მაგის საშუალებას რომ უცებ სადღაც თქვას რა ისე რა ხო და სანამ მაგაზე ვისაუბროთ სანამ მაგას გააკეთოს მანამდე მინდა ვისაუბროთ ამ TikTok-ზე იმიტომ რომ TikTok ისეთი პლატფორმაა რომ ყველას გვაქვს რაღაც გამოცდილება მაგ TikTok მიმართულებით და ბასტო ერთ-ერთი ის არის რა ქვია პიონერი არის მაგ საკითხში იმიტომ რომ ძალიან კარგი TikTok-ის მომხმარებელი იყოფა ორ ნაწილად იყოფა TikTok-ერად და იყოფა ადამიანად ვინც TikTok-ს თავის პლატფორმად იყენებს მე ვიყავი ადამიანი ვინც პლატფორმად იყენებდა ანუ უბრალოდ ვიდეოები რომელიც შეიძლება განთავსებული იყო Facebook-ზე ასევე Instagram-ზე ასევე YouTube-ზეც კი ეს ანუ რა განსხვავებაა ანუ ნახე გეტყვი რა განსხვავება აი მაგალითად TikTok-ერი უფრო აი მე გეტყვი რა მაგალითად TikTok-ერი ადამიანი არის ვინც აი TikTok-ის ციებ-ცხელებაში ამალად საუნდებს იყენებს ტრენდულად იმაშება მე იმიტომ კი არა რომ არ მინდა ანუ არ ვერ მაქვს სკილი რომ აი მაგალითად საუნდზე ვერ მოვიფიქრებ ვერასდროს აი დაძალებულად ვერაფერს ვერ მოვიფიქრებ შეკვეთით ვერაფერს ვერ მოვიფიქრებ ცეკვები და რაღაცათ მომაფიქრ და მაგას ვაკეთე ანუ ხუმრობათ მომაფიქრ პროსტა კაი ის აქვს რომ კაი ძალიან კაი ალგორითმი აქვს და შენ რაღაცას გააკეთებ თუ დაგიფასა რამ პირველმა X-მა მაყურებელმა რაც გააკეთე გადაწყვიტა ალგორითმი ყველას ის როგორი იყო ის ხუმრობა სიმღერაზე გამახსენდა ოთახს ჰქონდათ პაპი ნუნანი თუ რა ხო, ჩუპაპი ნუნან ხო იყო ეგეც რაღაც სიმღერა თუ რა. ხო, რა იყო? ჩუპაპი ნუნანოფ. ანუ ეგრე იყო რა, ბაბუაშვილიშვილი. საერთოდ თუ რაღაცა ჩუპაპი ნუნანოფ. ანუ შენ და მირო ვაკეთებთ მე. ხო, არა, ეგეც ისე ყველაზე ისეთი იმ დროს უნდა გვენახა. არა, იმ დროს არა, მე ეგ არის მარტივი ის არის რა, ანუ სიტყვებს კალამბური. ხო, კი, კალამბური. კალამბურები ევასებათ. მე ცოტა უცნაური კიდე უფრო, აი მაგალითად ჩემი საყვარელი TikTok-ის ერთ-ერთი ვიდეო არის. აი ვარდის თან ვდგავარ და ეს რა ღირსო და წაბლი თქო ვეკითხები და ვარდზე იმაშვება და არა ხო ეს ვარდი ანუ წაბლი ანუ უცნაური ახ ვერ ვყვები მაგრამ ეგეთი მაგ მაგარ მიმდინარეობა ეგეთი იუმორი მომწონს მე რა წაბლს ეძახის გეტყვი მაგარი მიმდინარეობა მაქვს იუმორის რა აი მაგალითად იწყებ რაღაცას რა ამბავს რა აი გუშინ ვიყავი აი მე ვიდეოს გაკეთება მინდა რომ სო სკეჩები მაქვს ეგეთი ბევრი გვაქვს დაწერილი და ერთ-ერთი არის ძალიან და ეგეთი რაღაც არის რომ კაროჩე რეკასო ტიპი ეს იღვიძებს ტილას და რეკასო დედა უნდა მოხვიდე რა და დაგელაპარაკოთ რაღაცის თქმა მინდა და როგორც კი მოიცვლი ეგრევე ჩემთან მოდი და მამასაც უთხარი ძალიან გთხოვ და ჩემს მასაც უთხარი რა მე რეკავს რომ ვიღაცას რომ მაგალითად გოგონას და ეუნება რომ მოდი რაღაცის თქმა მინდა და ძალიან ბევრი ადამიანი შეკრიბავს ძალიან ბევრს და გამოვახდინან და მოკლედ ანუ დაიკიდეთ კაროჩი რა და გადის რა ხო იასნა ისინი ეგ არა მე შემოდის და ანდა მართლა და გადის და არაფერს ეგეთი ვიდეო არის ძალიან მაგრამ ძალიან დიდი ხანს უნდა იყოს ეგ მენეჯმენტი უნდა ხდებოდეს რომ როგორ კრიბავს და ვერ მოვიცი და რას ქვია ვერ მოვიცი და successful ანუ კაროჩე ძალიან უნდა და ყველა შეკრიბავს და გავა მე ოთახიდან რა ხო და აი ოთახი და კარგად დაასრულო ოთახი უნდა მეთქვა ხა კიდე ამოცა ორი ოთახია ნანახი ხო არა ეს გადაცემა ოთახი დაამთავრა და შენ ხო და მე ოთახის მე კაროჩე კალოჩია კაი მე ოთახის მე ვიტყვი კაროჩე მოკლედ იყო უკვე რა ქვია ჩიპოსო იყო მე შენთვის ეგეთი პლატფორმა ალბათ მე ისე ვფიქრობ რომ მე გაიშალა შენი ის რა ქვია production unit-ი რაღაც მე შენთვის ალკე გააკეთე და ეს რა ქვია ჩიპოსოს დაგეხმარა მაგაში შენს დაეხმარა ჩიპოსოს და ეს ერთობლივი სინერგიით ისე გამოხდა რომ ჩიპოსოს კარგი გამოვიდა მე შენი გვერდი გააკეთე ჰამაკი ძალიან კაი გვერდი YouTube-ზე მაგარი ის გააკეთა რა ქვია ძალიან ეხა გააკეთა ფეხბურთის ლიგა გააკეთა და კი მაგას ვილაპარაკოთ ალკე production მათ ჩემი საყვარელი მაინც გიორგი არის რაც გამიყავ ძალიან გიორგი ძალიან რატო არ აგზელოთ აი რამდენჯერ უთხარი კორსის რო რატო არ აკეთებ როგორი რაღაცაა რა უყურე ყველა სასწორს და გიდევს მანდ რაღაც უყურე შეხედე საზოგადოება ან მაგას იღებს როგორც აწუდი ან თვითონ ათარგმნის იმაში რაღაც კონვერციას უკეთებს და როგორც არა ვიცი ვიღაცებს ნამდვილი რო ეგონათ ეგეც ვიცი ნამდვილი ეგონათ კი არა მიმტკიცებდნენ რომ ნამდვილია ანუ კამიკამათია და უთქვამთ რომ არა კაროჩე ამეთქი იცოდა ყველა მიცის სცენარი მე ხო და ზუსტად ეგ არის მაგის გამო არ ქონდა ბევრი ნახვა გასაგებია ხო მაგრამ უყურე მე ეს ადამიანები ვისაც და ყველას ხო ვერ ვეტყვი ხა ვერ დავუწყებ დაჟე ერთი ის გავაკეთეთ სპეციალურად რომ დადგმული რო არის რომ ვითომ ვაჩხუბეთ და მე ყვავილები შევაკეთებ აი რომ დადგმული ხო მაგრამ არ ვის უფრო მეტი ადამიანი იყო ვისაც ჯეროდა მაგეც და ვისაც ჯეროდა იმდენად და იქ რო ახალგაზრდა მაინც რა ანუ მანდ რო ყოფილიყო ერთი 50 წლის ტიპი ცოტა ნაკლებად გაღიზიანდებოდნენ და უცებ ვიღაცების ეგ როგორ ხდება იცი რომ ვიღაცა უძდელი ბავშვი ზის
და აი ამ ხალხს ამასხარავებს და აი მაგას აფასებდნენ და აი მაგ დამოკიდებულებით და ეხლა სასწორზე რომ გიდევს რომ ან რაღაცა 50000 კაცს მაგრად იღადაოს და 150000 შეურაცხყოფა მოვაყენოს, პროსტა არ გიღირს რა, ანუ მაგხელა ბაზარი არ ელემენტარი და ხო ხდები, მე ქოროსაც ეხა რო რამე ბოლოს ცოტა დაინისქნა რა, ანუ თვითონაც შეექმნა ხო, დისკომფორტი შეექმნა და ეგრევე როგორც შეექმნა დისკომფორტი ჩვენ არაფერი არ გვეთქვით. ანუ იდეაში ხა მაგ პროექტს რო აკეთებდით, თქვენი მიზანი იყო ის რომ მიმხდარიყო ხალხი რომ ამას ხადაობთ და დადგმულია. ჩვენ მაგ დროს რას ვაკეთებთ გეტყვი. თუ ანუ თავიდან უეჭველი ხა გინდოდათ რომ არა, თავიდან, ანუ მე გონებოდათ რომ არ არის დადგმული, ხო? ხო რა, ანუ ეგ, ანუ არა, უყურე, თავიდან მუღამი იყო, რომ აუცილებლად დადგმ პირველივე გადაცემა ისეთი გვაქვს ჩაწერილი, რომ ეს ჩეცედაში რო დეტექტივს თამაშობს ირაკლი ჩხიკვაძე მსახიობია, ესეთი ჰქონდა, რომ ელანდებოდა თავისი ცოლშვილი, გარდაცვლილა ყავდა და ბოლოს ვაჩუქეთ ცოლშვილი და გავხსნელი და არ მინდა ეს ცოლშვილი და ბოლოს დგას და ეგეც ელანდება, პროსტა ეგრე და რომ არ მინდა და პროსტა იძახის, მაგრამ არ მინდა, არავის არ ეუნებას ნამდვილეში. მანდ უკვე ჩანდა, მაგრამ გვინდოდა რომ აი ეს ორგანული სპექტაკლი ყოფილიყო დადგმა, ოღონდ სპექტაკლი რომეო და ჯულიეტას, მაგრამ წამყვანი და რესპონდენტი რო ყოფილიყვნენ რა. აი ეგ თემა იყო. ჩვენ გვაქვს ნაჯახი კითხვები. ხო. რომელიც დევს ერთ-ერთ ციგნში. ეს ციგნი სპეციალურად შერჩეულია. რა თქმა უნდა. ეს არის მარიო ვარგას ლიოსას სცენარისტი და დეიდა ხულია. აუ, გენიალური. არა, მართლა ძალიან კაი ციგნია, არის სცენარისტი. სხვა გამოცემებში აწერია ჯღაბნია, მაგრამ ეს გამოცემა სცენარისტის სახელით არის. თონიკე რომელია? მარიო ვარგას ლიოსას დეიდა ხულია და სცენარისტი. ეს არის. ხო, ამაში დევს ახლა ისეთი კითხვები, რომელსაც ჯერ არ გადასა. არა, არაფერი. ვერ დაგისვავდით ჩვენ, ცოტა ისეთი კითხვებია, ნაჯახია რა. შენ წაიკითხო და ვიღაცა შემოდის ხოლმე, აქ წერს ამ კითხვებს დატოვებ, არ ვიცი, დინარი, რატოა. შეიძლება ჩვენი დაწერილიც არის. არ გამოვიდა. არავინ არ არის. არა, მე თქვენს არ ვიფიქრე. არავინ არის ეს დაწერილი არის ეს შეკითხვა. ხო და ვისაუბროთ რა. ამოვიღო? კი, დავიწყოთ. შეიძლება შუიდან ამოვიღო. შენ როგორც გაგისწორდეს რა. ხმამაღლა რო წაიკითხე. რატომ გიყვარს ბლატაობა? ოჰო ხო. რატომ მიყვარს და რატომ ბლატაობ გეტყვით თუ გინდათ რას? კაი და ჩვენ მივხვდებით მე რატო გიყვარს. ჩვენ რა ვინ ჭეშმარიტებასო ჩაწვდები ადამიანი რა, ჭეშმარიტებას მე რომ მიხვალ რაღაცას რომ გაიაზრებ რა. ბევრი ფიქრის შედეგად 1-2 წელიწადს რო დახარჯავ რა. შენ 2 წელიწადი გამოყავი, არაფერი არ გააკეთე და გაატარე იმაში რომ აი ეს მამას მიმხვდარიყო. ეს 2 წელი მაგაზე ხარ კონცენტრირებული. შენ ეგ ცოდნა გაქვს. ხო აუცილებელია რომ გააზიარო ეს ცოდნა. მაგრამ ადამიანები ვართ ესეთი არსებები და ყველას ვგონია რომ მე 2 წელი ვიფიქრე და შენ 15 წუთი. გონია რომ შენ უფრო მეტი იქნა ფიქრი. ყოველთვის მე 15 წუთი დავუთმე შენ ამას. ვიდრე მე. და გადადის ეს ყველაფერი კამაჩი. კამაჩი რომ მე ჩემი დომინაცია დაგიმტკიცო, ხანდახან მომიწევს ბლატაობა, ხანდახან შენი დამცირება, ხანდახან იმის თქმა შენთვისვე რომ გაიაზრო თორნიკე. რომ მე შენზე მეტი მაქვს ნაფიქრი, შენზე მეტი ვიცი და მომისმინე და როგორც კი გადაწყვეტ, მაგ შენი მწირი აზროვნებით, რომ ჩემზე მეტი იცი, აუცილებლად დაგანარცხებ ძირს, ისევ და ისევ შენთვის შემოკარგო. კარგი. ხო დამთავრე საუბარი, ახლა გეტყვით რა. ენახე? მანდ არის ორი განსხვავება, შეხედე? დიახ. ერთი არის ცოდნის გაზიარება, რომელსაც მე უფასოდ ვაკეთებდი ვაჟიკოსთვის დაახლოებით 3 წლის განმავლობაში, რამდენი საკითხზე. ოპა, უფასოდ ვაზიარებდი. შემდეგ ეს დაიმახსოვრ რა. და შენ გეუბნება მაგას. ეხა ეს ტაქტიკაც მე ვასწავლე ფსიქოლოგიური. ესე რომ უნდა ელაპარაკო ადამიანს. ისეთი გენიალური სიტყვები დავხარჯე, რომ თვითონ თავის კერ მოიფიქრა, ჩემი მიიწერა. აჰა. ანუ ასე ხარ, ანუ ისე კარგად ვისაუბრე, რომ ამაზე კარგს ვერაფერს ვერ ვიტყვი და მოდი ვიტყვი, რომ ჩემი არისო რაც თქვაო. არა, ჩემი არ არის, ჩემი აზრებიდან თვითონ აზრი დაალაგარა, იქ შეუძლია მართლა. ნიკა. აქ ეგ რა. ისე რა მაგარია ხო, რეალის კურსემატკივრები უყურებთ ბარსელონას კურსემატკივრები ერთმანეთს როგორ ჭამენ. არა, მაგას დიდი ბედნიერება რა. პროცესი უბრალოდ ნახე რა. ნახე რა. ანუ მე გეუბნები მანდ რომ მაგ კითხვაში გეუბნები, ჩემი კითხვა არა გაგო. ხო. აი ესე როცა დაიბნება ხოლმე ადამიანი, ბევრ ამას იტყვის თუ გინდა რამე გაინტერესებდა, ვინ არის იქ. მე მოусვენდი, აბა. შეხედე, აი ეს ტაქტიკა, ხა რას გამოიყენა ეს ტაქტიკა? ვიდეო კარტა ვინ ამოიღო კომპიუტერიდან. 2021 წლის თებერვალში ვასწავლე ეს ტაქტიკა. რომ გადააბრალოს ხვასი ის თავდასხმა გააკეთო რა, პირველი ეგ უნდა გააკეთო. ეხლა ნახე რა ხდება. ეს ბლატაობს ხოლმე რა, ანუ ეგ არის ბლატაობა. ეს ერთ-ერთი ხერხი კი არ არის. ეს არის მისი ეგოს ამბავი რა, ანუ ეგო აბლატავებს, თორე ცოდნით ბევრი რამე იცის, რას ვასწავლე, იცის, მართლა იცის. აჰა. მაგრამ ეს ეგო აბლატავებს ხოლმე, მაგრამ იბლატაოს, კარგია ეს ბედნიერია მაგ დროს. ხო ხვდები და რატო გიყვარდა უბრალოდ ეგ გვინდოდა რომ გეთქვა, თორე ცოდნა რო გაქვს ეგ ვიცი ეხლა. აი გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე, კარგად გას საპასუხი ჩემი. კი, კარგი იყო. არაუშავ. რითი გჯობია ქორო? იგივე კორსიზე. ჩემზე მაღალია.
ჩემზე დიდი ხანი დადიოდა ფეხბურთზე. ჩემზე მშვიდია. ჩემზე გაწონასწორებულია. ჩემზე კარგი მსახიობია. ჩემზე კარგად თამაშობს Valorant-ს. გვაქვს ამდენი დრო? ჩემზე მეტი გამომწერი ყავს. კი? და ჩემზე დიდი წვირი აქვს. გასაგებია. არა, კაია კი. ეს მე მაგრად დამევასდა ეს კითხვები. ხო, კაია. საინტერესო კითხვები რა, სატყუებს შენს გამომწერებს. ოპა. გარდა იმისა წეღარას თქვი. რას ვატყუებ, რას შეიძლება დავფიქრდე მართლა? იმიტომ რომ მართლა მინდა გავცე პასუხი. სანამ ვაჟიკო ფიქრობს, მე მინდა მიმართო მაყურებელს, რომ გამოგვიწერეთ ჩვენს ჰამაკის გვერდიც და კიდე ის ყველაფერი, სადაც ჩვენ ან ვაჟიკო იქნება ჩართული, რომელსაც არ უყვარს ვაჟიკო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბევრი გამომწერი ყავდეს, რადგან მარტივად მივიღოთ მონაწილეობა თუნდაც YouTube ლიგაზე. არა, ისედაც მივიღებთ, იმიტომ რომ დაგვპირდა უკვე ჩვენ ვაჟა. მე მინდა ჯგუფს ჩაგაგდოთ, ესეთ ჯგუფია YouTube ლიგაზე დანაპირებები, დანაპირებულები და ძალიან კაი სასწავლია მართლა გაერთობით ხოლმე. როგორი ჯგუფია, რა ქვია? YouTube ლიგაზე დაპირებულენი. ანუ როგორი ის გააკეთა, იცი ხა რომ ანუ დაგგვამცირა რა. არ მიბლატავ, არა, მეგობრებო. არა, ეხა მე რომ სიმართლე თქვა. ხუმრობა თქვი. ხუმრობა თქვა. ჩემი პრობლემა ისე რომ გითხრათ, მართლა გულწრფელად, ძალიან დიდი პრობლემა მაქვს რა, გულწრფელად. ბევრი რაღაცის დაპირება მიყვარს. მართლა გეუბნები, იმიტომ რომ გულწრფელად ვპირდები ოღონდ ამ ყველაფერს, მინდა და მგონია რომ მაგრამ მე აღარ გამოდის. მაგრამ რაღაცები არის ხოლმე, მე აღარ გამოდის. ანუ მე როცა ადამიანს პირობას ესე არა რომ ვამბობ, რომ არც დაკპირებულად არაფერი გითხრა ერთ რაღაც, მაგრამ რო რამე ჩემი დიდი პრობლემა ეგ არის რა, რომ მიყვარს ადამიანის, აი თუ რას ვატყუებ, გამომწერებს რო წერია, გამომწერებს ესე არაფერს არ ვატყუებ, იმიტომ რომ აი ეს პირადად არაფერი არ შეიძლება რაღაც არ გამოგივიდეს ან რაღაც ეგეთი, მაგრამ აი ვიდეოში მაგალითად კარგ ხასიათზე რო ხარ, ხო შეიძლება იმ დროს რაღაცა პრობლემა გქონდეს და რეალურად გიჭირდეს, მაგრამ ეგ ხო მოტყუებაც არის. აი ეგ შეიძლება, ანუ უყურე საკუთარი პრობლემების ართქმა თუ მოტყუება, მაშინ ძალიან ხშირად ვიტყუები. იმიტომ რომ არ ვიცი, საკუთარ პრობლემებზე საუბარი ესეთი გამოთქმა never trouble until trouble troubles you, it only double troubles and troubles others too. ჩემო თორნიკე ეს ჩაიწერე, თუ გინდა. SMS-ი მიწერე. ეს არის, როდესაც ანუ შენ პრობლემებზე, ეხა მე ხო ვიცი კიდე მაგაზე ლაპარაკი, კიდე იმაზე იმის თქმა, ეგ არის მალავ რაღაცებს, მაგრამ ტყუილით არასდროს რა, არ ვიცი. მაქსიმალურად ვცდილობ რა ტყუილი არ მევასება, ძალიან არ მევასება ტყუილი, იმდენ დისკომფორტულია ჩემთვის ტყუილი, რომ ყველაზე დიდი შეიძლება კოშმარად დამესის დროს რაღაცას ვიტყუები და გამომიჭირეს ტყუილში, იმიტომ რომ იტყუები ტიპმა რომ ითხრას და თვალებში ვერ ჩავხედავ რა, იმიტომ რომ არ მევასება, ძალიან არ მევასება და მაგიტომაც ჩემი კონტენტი არის ყოველთვის არა, კონტენტი არ მაქვს. ანუ ანუ ის არის კომერციული კონტენტი არ მაქვს, საპირადი რა, იმიტომ რომ არ არის რა, ვერ დავიწყებ. აი დაჟე ხასიათიც თუ არ მაქვს, ძალიან მიჭირს მაგალითად. სულ რაღაცა ყოველთვის აი რაღაც იმას ვეძებ ხოლმე რაღაცა, აი მაგალითად რაღაცა თქვათ განწყობის რა ჩაი, რომელსაც რაღაც თუ დალევ ცოტა აი სტრესს გიგებს. არის კოგნიტორი ჩაი დალეული გაქვს? კოგნიტორი ჩაი. არიცი? კოგნიტორი ფუნქციების მე ბევრი ჩაები მაქვს. კაროჩე, კოგნიტორი ჩაი კი არა, შეიძლება სახელია, მაგრამ კოგნიტორი ფუნქციების აღდგენა და ხო, რაღაც ნივთიერებები არის, რომელიც უბრალოდ მაგას ეს სცენარეული ის არის კი. შეიძლება წავიკითხო. ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება რა მიგიღია. იმათ, კაროჩე, თრალი ვარ რა და მირეკავს ერთი ტიპი. თორნიკე. ხო, კაი, მივხვდით მე შემდეგი. არა, არ მოდი ხა მართლა სერიოზულად უპასუხოთ რა. ვღადაობდი. როგორი სიმთვრალე გაქვს? საუკეთესო. კარგი. ანუ მე როგორი სიმთვრალე მაქვს, იცი? აი ძალიან მიხარია. მე ვარ გამომხატველი ადამიანი, რაღაცა რომ არ მაწუხებს ან ისა, ძალიან გამოვხატავ რა, ანუ გადამდები ისა მაქვს და თვალზე ვარ, აი არ მაქვს ის ბარიერი ვაფშე. ერთადერთი, ანუ ზედმეტებში არ გადავდივარ, არ შევაწუხებ, თუ დავინახე რომ წუხდება. გავჩერდებ, მაგრამ აი ძალიან აი სულ კომუნიკაცია მინდა და ხშირად ვსვამ ხოლმე? ადრე ძალიან ხშირად ვსვამდი რა, იმიტომ ანუ უკეთესე იყო ხოლმე. ცხოვრება რო ვსვავდი. მაგრამ პახმელია რაც დამჩემდა, რაც დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. ბიჭო, ერთი ძალიან ცუდი არის რა. ანუ ერთი დღე, ოღონდ ის ერთი დღე
ის კი არა რომ თავი მტკივა, კაი თავი მტკივა სინამდვილეს ან აი ყველაფერი მაწუხებსაც ცხოვრებაში გამიკეთებია რა. აი ბაღში შეიძლება იმ გოგოს თმა რომ მოგშქაჩე, აი ეგ მაგან შემაწუხოს და ეგ არ მომწონს რა. სხვათა შორის ეგეთი რაღაცეები იწევს იმას, რომ ადამიანები ხდებიან ლოთები. ლოთები ალკოჰოლზე დამოკიდებულები რა. ძალიან და მაგიტო ეგ რო გადალახო უნდა დალიო და მე მეორე დღეს უფრო სუდად ხარ და მოკლედ. არ შემაგიტო, მაგრამ რო რამე სადმე თუ დალევა მიდის რაღაცა სუფრაზე დავჯექის და არასდროს თავს არ ვიკავებ. ყოველთვის დავლევს ადრღილწოლსაც ვიტყვი, თამადობ კიდეც, იმიტომ რომ მომწონს, ანუ მევასება რა, გულწრფელად. თამადობა და ქართული სუფრა მიყვარს ქართული სუფრის დალევა და ამბავი გევასება თუ კი, ყველანაირი. მე მაგალითად ყველაზე მეტად ეგ მევასება. არა, აი შეხედე ქართულ სუფრას რას ეძახი გაჩნდა. აი მე მევასება, აი ქართული ტრადიციული სუფრა რაც არის. მევასება, ოღონდ საუბარი მევასება. აი მაგა ეხლა რომ საუბრობთ ეხლა ჭიქა რომ მედოს უცებს მე 5 ადრგზელო იქნებოდა, ოღონდ არც ერთი არ იქნებოდა, შეიძლება ის რაც აი მაგალითად იქ რო გვაქვს თანმიმდევრობა არც აი აქ რაღაცაზე რომ მოვიდ და უცებ მიხვდით რომ ბაზარია რა მაგარია ხო და მაგას გაუმარჯოს აი ეს ჩვენ ახლა მაგალითად რა ძალიან ხშირად ვართ ხოლმე ეგეთ სიტუაციაში რომ ძალიან გვიყვარს ჩვენ ოჯახებში რაღაცა ისე დასწრმა საუბარი და საუბარი ღვინოსთან ეგ არის რა სუფრა და აზრების გასვლა ძალიან მიყვარს ეგ რა ეგ პროცესი ახლა დალევის გამო ახლა მარტო დალევა არასდროს არ მიყვარდა და არც დამილევია ეგრე ანუ ხალხი არის ღამე ლუც ანუ ეგ ღამე მევასება და ფეხბურთთან ერთად ჭამასთან მე მევასება კეთება საჭმელს ძალიან რა ანუ სუმი აი ძალიან მევასება და YouTube-ში გასო წავაგებდი ხვდე მანდ გავიაზრე რომ სახში გავედი რა მქონა აი ხა კომპიუტერი ჩავთე არაფერ არ მიშველა და რო დავიწყე იმის ჭრა რა ქონა ციცაკის და ნიორის ჭრა რო დავიწყე ეგრე გავედი და თერაპია არის კი და მაგასთან მევასება მიყოლება სასმლის მევასება რა ხან თეთრღვინოს ვაყოლებ ხან ლუც ვაყოლებ მე უკვე კარგი სიმთვრალე მე უკვე რამოდენიმე წელია ჩემ თავს დაუწესე რაღაც კონკრეტული ზღვარი რომ იმის იქით აღარ სვავ ხოლმე აი თუ დააკვირვებულები ხართ რა აი ბოლოს როგორ როდის დავლია იმდენი რომ აი ძალიან ბევრი და ანუ არ მახსოვს რა ხანდახან ვარი დაუწესე არ ვიცი რატო ვქენი ეგრე მაგრამ ამტანიც ვარ მე თან ეგაა ცუდი რა ამტანი რო ვარ ეგ ხო ვიცი გონებრივად ეხა მთვრალი ადამიანი საჭესთან მთვრალი იმიტომ სახიფათო ყველაზე სახიფათო ანუ ჩემი ანუ რო იცოდეთ მაგარი სახიფათოა იმიტომ კი რომ მთვრალი ხარ და ვერ აკონტროლებ შენ ვერ აკონტროლებ საკუთარ თავს ანუ შენ თავი უფრო მაგარი ანუ უფრო საკუთარ თავში დარწმუნებული ხდები როცა მთვრალი ხარ და აი მანდ კიდე ეგ რო ემატება სიმთვრალეში აი გახსნა რომ მე გარჩი მაგარი ვარ ხო გავასწრე კიდე ანუ აი სასმელშიც ეგაა რომ აი ხო ვიცი რომ ბევრს უფრო უთამამდები და მე სასმელზე აი მომდის რომ ეხა მე რამდენიც არ დავლიო ეგ ხო ფხიზელზე ვარ და თვალზე ხო საერთოდ ეხა აი ამას მთლიან დავლევ მარტო შემიძლია თქვა და დავლიო და ხან შეიძლება ეს ბევრი იყოს იქ და ბევრი მომივიდა ისეთი ბევრი მომივიდა რომ просто მეორე დღეს რასთან ხო და მეორე და აი ის არ მიყვარს გულის არე ვარ შემიძლია მეზიზღება არა ხო ეგრე დალევა ეხა ის ხო არა აი შემდეგ კითხვა ქოროს მეჯვარე რატომ არ ხარ ეს არის ძალიან მძიმე თემა ჩემთვის ქვებუ ჩემ მეჯვარე არც ქორო არც მიროა არც შონზიკა არც ნიკა არც ხურა ანუ გაგიტყდა ხო არა კაცო ვარ გადავ არა რას ვამბობ რა ჩემი მეჯვარი ან მაგალითად ჩემი ბავშვის მეგობარი გიორგი დიღმელიშვილი რომელიც ანუ როგორ თემა იცი რომ მეჯვარი ანუ ყურე ერთი მეჯვარე მყავს მე ბევრ ადამიანთან ვარ ძალიან ახლოს და გულწრფელად ძალიან მიყვარს ჩემზე რომ იყოს ბევრი მეჯვარე მეყოლებოდა ყველა მეთქი ჩემი მოწმეები ხართ ვიტყოდი მაგრამ რომ რამე ხა ერთი მეჯვარე უნდა ყავდეს ან ორი ან სამი ან ოთხი ხო შეგიძლია რომ ერთი შენი ბავშვის მეგობარი იყოს და ერთი ახლანდელი მაგრამ თვითონ მიიღო გადო შენ არა არა ხო გასაგებია ხო მომისმინე ხო და უყურე ერთადერთის არჩევა უფრო მარტივია ვიდრე ორის ორის უყურე იმიტომ რომ ორი თუ არის უკვე ერთი აღარ არის ან ერთი ან ბევრია ხო ხდები რას ვამბობ ისე თქმა მიხდი ხო და ერთადერთი მეჯვარე ეს ჭკვიანური გადაწყვეტილება ჩემგანს და ქოროსგანს და ყველასგანს ერთი მეჯვარე ბავშვობის მეგობარი ჩემ გიორგი დიღმელიშვილი გავიზარდე და ქოროსაც იქნებ მეჯვარე ყავს ადამიანი მეორე მეჯვარე რო ყავდეს იქნებოდი შენ მეორე ბიჭო შეიძლება არ ვიცი ხა ქოროსა არის ყურე ქოროს აუ ხა წარმოვიდგინე ვეღარ ჩავაჭირე მეტი ვეღარ ჩავაჭირე მონტაჟში რა არა თქვენ აგონია თუ ქოროს ამნახანა ვიცნობ თქვენი ასეთ ბიჭო რა იქი და 3 წელია 3 წელია ვიცნობ ქოროს რა ანუ და იქ არის 27 წელი მე რა თქვენ ისე კარგად ხართ ერთმანეთთან არა ხო მართლა просто 1-2 ანუ რატო ერთხელ რო პასი არ მიეცი ეგ ხო არ ჩვენ მაგრად გაგვიტყდა მაგრად გაგვიტყდა ო დედას პიცა მე გამიხარდა თო კარგად რომ ბიჭო მე რას ვამბობ იცი რომ YouTube ლიგაზე რო პასი არ მისამ იცი ის მეჯვარე ვარ იცი ის მეჯვარე აი ქოროს მეჯვარე ვარ და რაბანას მეჯვარე ვარ და ქოროსი არ ვარ აზე ხართ რაბანას მეჯვარე ხარ მართლა მე და ჰიტა შენ ვისი მეჯვარე ხარ მე ნიკას მეჯვარე
ჩვენ სხვანაირი ურთიერთობა. ხო, არა. აი, არა უშავს, ყველა შენაირი ურთიერთობა არ ექნება, რომ ეს ერთად იმუშაონ და თან მეჯვარეების იყვნენ რაღაც, მაგრამ არა უშავს. მაგრამ რა ვიცი, იფიქრე. ქოროსაც დაუსვათ. ბავშვს მანათლინებს. ხო? გიორგი. არა, არ იქნება ეგ. წარმატებები მეგობრებო. წარმატებები მართლა სერიოზულად ულოცავთ ქოროს. ულოცავთ ქოროს. კაბედნიერებას ესეთი მნიშვნელოვანი შენც მალე მოგილოცავთ, როგორც თქვი, ახლა კარგია. ბოლო კითხვა, ხო? ხო, ჩეპასში 5 სეზონის სცენარისტი მიგათრევდა? იმათრევდა? ბიჭო, სცენარისტზე ვიზე ამბობ. სამივე ვიყავით სცენარისტები, მე, პაატაც და კაკიაც. კი ბატონო. ხო და სცენარისტი ვიზი არის ერთ ხო და ერთი შეიძლება ერთი მიგათრევდა, შეიძლება ყველა იმათრევდა რას ნიშნავს მქერავ და? ბიჭო, არა. სცენარისტი რო არა ვერ ვიქნებოდი? არა, არ გაბრაზებული. არა, ნახე, შეხედე, სცენა ნახე, შეხედე ნახე. კითხვა არის ეგეთი რა. კაი, სცენარისტებმა გადაწყვიტეს, რომ ბასტო 5 სეზონი ესე ყავდეთ რა და ათრიონ რა ბოლომდე რა. რომ შეინარჩუნონ რა. ეს ესე იყო თუ არა? მიუხედავად იმისა, ბიჭო, ეგ მე რა ვიცი. ანუ ხო და შენ ხედა როგორ იგრძნობოდა, აბა? ჩემი მხრიდან საერთოდ არ ფიქრობდი მაგაზე. ხო და რაზე ფიქრობ? რომ მალე მორჩენილიყო. აი, კითხვას არ გავიქცეთ უბრალოდ. არ გაურბივარ, უბრალოდ ვაზუსტებ. ყველანაირად. შეგინდა რომ მალე დამთავრებული. მალე დამთავრებული ერთ-ერთი ხო რაზე ფიქრობდი რომ ეკითხება და 5 სეზონი გადაღება მალე დამთავრებულიყო. აი მაგას ფიქრობდი. სხვა ფიქრი არ, აი გადაღება. გადაღება დამთავრებულიყო მალე თუ თვითონ პროექტი? გადაღება. ანუ გადაღება გინდოდა რომ უცებ მორჩენილიყო და ხო რა პროექტი. რომელიმე გადაღება არ ყოფილა ისეთ რომ არ იყავი ეგრე, არ გაგისწორდა? შენ იყავი რომელიმე მე გადაღება. გადაღებებზე არ დავდიოდი კი. როგორ არ დადიოდი? ერთი ორჯერ ვიყავი ახლა ბაზალეთზე და აქეთ იქით ხარ. ყველაზე ჩემ რეალისტი. სახლში ვიყავი ხოლმე. ხო და უბრალოდ ანუ იმიტომ რა რომ ვიცი, ცხოვრობ. არ ვიცი რა გადაღება თვითონ გადაღების პროცესით кайფი და სიფხილით кайფობ და რაღაცები არ მესმის. არა, მინდოდა რომ მალე დამთავრებულიყო და ეს დამიზუსტე რას გული. ანუ სცენას მიმათრევდა. ბიჭო, ჩვენ სამივე მე კაკე და პატა მიგათრევდით როგორც აი, პერსონაჟი ნახე, მე დაგისვამ. ეხერხულება და არა, დაუსვა შეკითხვა, დაუსვა. მე დაუსვა ხო? განუმარტა რა, ეხა არის გაბრაზებული რა, არის გაბრაზებული და ნახე როგორ იყო რა. არა, მაინტერესებს, მართლა. მინდა რომ გათქმევინო, მიდი. არა, სამივე. რას გულისხმობ? სამივე მიგათრევდით თუ არა? ბიჭო, რას ნიშნავს მიმათრევდი? რა თქმა უნდა, თუ ანუ წერდი ხაზით სიუჟეტით მიგაწერდი. სიუჟეტით რას ნიშნავს? ანუ ნახე, შეხედე. მიწერდი ისე რომ ყოფილიყავი? ანუ ყურე, ნიშნულოვანი შენი დამსახურება თუ არა, მაგას ანუ ვერ ვქნები. არა, ჩემი დამსახურებაც და მაგაზე არ არის. სცენარს ხო წერს? სცენარს ვარ დავეწერე, ხო არ ვიქნებოდი. ნახე როგორ ჭკვიანია. ან მაგის თქმა მინდა რომ რას გულისხმობ? ბიჭო, მე გულისხმობ იმას, შეხედე, ეს სცენარისტები დავსხედით. მე კაკე და პაატა, მოვიფიქრეთ შენზე რაღაცა და ესე ვცდილობთ რომ გადაგარჩინოთ რომ იყოს სულ. ეგრე იყო? და იმიტომ რომ შენ, ანუ ისეთი პერსონაჟი იყავი რომ ეს წათრევაქსი. მე რა მაინტერესებს. ეგ ისი დამსახურება, ისი პრობლემა ეხა გეტყვი რა. კაროჩე, სცენარისტებმა, თვითონ სცენარის ავტორებმა, იმდენად როგორ ავხსნა, ერთ მიმართულებით იცოდნენ სერიალის წერა. ანუ იმდენად ერთი მიმართულებით, რომ იქ სჭირდება, აი ყურებ თქვა, წერა როგორ იწერებოდა რა. მოვიფიქრე ხუმრობა, ხადავდა ხუმრობა მოვიფიქრე და მაგ ხუმრობის ირგვლივ იწერებოდა სერია. ანუ სერია მის იწერებოდა რომ დრამატურგიულად რო ყოფილიყო საინტერესო რა. ხო და ზოგადად საბოლოო ჯამში ეგეთი ანუ სერიალის ის ფორმა იყო ეს ის ფორმა ანუ არაფერს ანუ პროსტ არსებობს რამდენიმე ნაირი სერიალი არის სიტკომი და არის რაღაცა. სიტკომს თავისი მსახიობი ყავს, ამას თავისი მსახიობი ყავს. მე თუ ხუმრობაზე არ მეცინება რო რამე ანუ შეიძლება გამეცინოს, მაგრამ მესამეჯერ აღარ გამეცინოს, მეოთხეჯერ აღარ გამეცინოს. მე მაგას ორგანულად, სასაცილოდ, ანუ უხერხულ მდგომარეობაში ვარ, რომ რაღაცა 42-ჯერ ერთ და იგივე გავაკეთე. ანუ თქვენი სფერო რაც არის, ანუ ზოგადად სფერო რაც არის, ეგრე იწერებოდა ეს სერიალი. ამიტომ ყველა ადამიანი, ვინც აი ესე რო ვთქვათ, ხუმრობის თქმა, აი ესე შეკვეთილი ხუმრობის თქმა არ იცოდა, თქვენთვის არ იყოს სწორი მსახიობი. ეგეთი მაგის თქმა მინდა. ეხლა მომეწა მომის. ყველა ადამიანი, მაგრამ ყველა ადამიანი იყო ეგრე იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემი გადმოსახედიდან რა იმდენი აქვს მსახიობს იქ ნამუშევარი სცენარი. ეხლა რაღაც უნდა თქვას ისეთი კომბინაცია. რამდენი სცენარის, აი თქვენ პერსონაჟზე არ ფიქრობდით.
არასდროს არ გიფიქრიათ პერსონაჟზე რა, ფიქრობდით სერიაზე. და ამიტომ ამაში ეგრე არ არის რა, არ არის პასუხი, იმიტომ რომ თქვენ ფიქრობდით სერიაზე და ფიქრობდით იმაზე, რომ თავარი პერსონაჟი ამ სერიაში ყოფილიყო და არა ჩემს პერსონაჟზე. კარგი, არ არის ეგრე. კარგი, ხო და ეხლა ეს პასუხი ამოუჭრათ და გამოვიდეს ისე რომ არა, ეს პასუხი უნდა გაუშვათ. მოკლედ, პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ იქ ეხა მაგალითად როგორც ეხა ფასტომ თქვა, რომ ერთი მიმართულებით იყო დაწერილიო, ეს თავიდანვე გადაწყვეტილებით ეგრე იყო დაწერილი, იმიტომ რომ რა ჭირდებოდა ბაზარს, ის შევთავაზეთ რა, ისეთი სტილით დავწერეთ, თორე იქ ესეთი ადამიანი იყო მაგალითად პაატა, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდა სერიალზე, სხვადასხვა სერიალზე მუშაობის, შეგვიძლია სხვა მიმართულებით დაგვეწერა, მაგრამ რასაც ითხოვდა მაყურებელი, ისევ წერდა. რა თქმა უნდა, მსახიობებს ძალიან დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული, რა თქმა უნდა, როგორც სცენარისტების გაზრდაში და პირიქითაც რა, ესე მოხდა. იყო სეზონები ნახე შეხედა, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ეს სერიალი დამოკიდებული იყო სპონსორებზე და სპონსორების გარეშე არ შეეძლო არსებობა, შესაბამისად ძალიან რთული ხდებოდა, რომ ამასთან ინტეგრირებული ყოფილიყო ყველა სიუჟეტი. და ამიტომაც ხანდახან იყო სერია სერიისთვის და ხანდახან იყო სეზონი სეზონისთვის. ხო ხვდები, რასაც ვამბობ. მაგრამ იყო დასაწყისში უფრო მეტად იყო სიუჟეტური ხაზი და პერსონაჟების განვითარებები. ბიჭო, შემდეგ უკვე ბოდიში, ვიცი რომ სიმართლეს ვამბობ და არ მოგწონს ეს, მაგრამ არა, სხვა რაღაცას პირი გეთახმები. ხო და ნახე, ანუ ეგრე არის რა. მინდა რომ არასწორად არ გაიგო. არა, არასდროს რა უნდა გავიგე, მე ვიცი რაც არის სიმართლე და შენ რა უნდა იმას აკნა რა ქვია. თუ სიმართლე იცი, მე რაში გაინტერესებს ჩემს. არა, შენი აზრი მაინტერესებს, რამდენად დაბლა დახვალ, რომ აი ვინა შოუ დაგიდგა? აი, არა, ხო და ნახე. გვინდა, ხო მოდი ახლა მართლა სიმართლე გვინდა. სიმართლე ვთქვა რა. ძალიან ბევრი ნიჭიერი მსახიობი იყო ამ სერიალში, ძალიან დიდი შრომა ჩაიდო, პროდიუსერების მხრიდან, რეჟისორების მხრიდან, სცენარისტების მხრიდანაც, რა ქვია, გადამღების ჯგუფისგანაც, ყველამ თავისი დიდი შრომა ჩაიდო და მაგიტომაც იყო წარმატებული. ესე იყო, ამ გზით იყო დაწერილი, იმ გზით იყო დაწერილი თუ ამ გზით თქვა ამან ხუმრობა და ამან თქვა 43-ჯერ ხუმრობა, ფაქტია რომ ერთ-ერთი პირველი სერიალი იყო YouTube-ზე, ერთ-ერთი პირველი კი არა, პირველი სერიალი იყო და გახდა ძალიან პოპულარული და სათავე დაუდო სხვადასხვა სერიალებს და პროექტებს. ხო, მოკლედ ძალიან ბოლოს ლაპარაკეთ. კი. ბოლოს გვაქვს ხოლმე ესე რა. სტუმარი ჩვენთან რომ მოდის ხოლმე, 1 წუთს უთმობთ ხოლმე, მოკლედ. და 18 მინუტს და თუ ერთ ჩავეტია, ეგრევე წავა. ეგრევე ითიშება, ხო. შენ აი და ესე კაჩი. და შენც მოგცემთ 1 წუთს და აი ამ კამერაში შეგიძლია 1 წუთი ისაუბრო. მოდი კამერაში არ ვიცი, ვიტყვი რა და ხან კამერას გავხედავ, ხან შენ ხან შენ. მიდი რაც გინდა, 1 წუთი დავაი. დავინიშნე. ესე იგი ეს რაღაცის თქვა მინდა რა ქართველები ქართული ენა ერთ-ერთი ენა ალბათ შეიძლება ერთადერთიც რა რომელიც აი ხა 10 საუკუნის წინ დაწერილი და დასაუბრები ქართული შეიძლება გავიგოთ. ანუ სხვაგან სხვა ქვეყნებში ეგრე არ არის. ხა წარმოიდგინეთ რატომ არის ეგ. ანუ ეგ იმის და ვეფხის ყავსის დამსახურებაა რა. ანუ შოთა რუსთაველი არის ყველაზე გენიოსი. ანუ არც აინშტაინი, არც ოპენჰაიმერი შოთა რუსთაველზე გენიოსი არ იყო. ტიპი არის გენიოსი, იმიტომ რომ ისეთი რაღაცა შექმნაც მარტო ქართული განძი არის. გადათარგმნილი, მაგრამ მარტო ჩვენ გვესმის. მაგ ვეფხის ყავსის გამო ეს ენა ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს და ის ენაა რომელსაც თვითონ წერდა მაგ დროს და წარმოიდგინე რა მაგარია რა ჭკვიანია რა თეს რამდენი აქვს ნაფიქრი რა ნიჭიერია რომ 16-ად დაყო ესე სტრუქტურულად არქიტექტურულად ყველაფერი ეგრე გააკეთა და რაღაცებს ამბობს ის რა, ანუ სიბრძნეები რო არის, რომ აი მაგალითად რასაც გასცემ შენ რაც რა დაკარგულია ლეკლობს, ანუ ეგენი აქვს ძალიან ბევრი დაწერილი, აი სიბრძნეები ჩვენთვის, რაც ქართველებმა უნდა ვიცოდეთ და ზემოდან აქ ეს ყველაფერი რო ვისთვისაც ეს შეიძლება ეგზოტიკური არ ყოფილიყო, ისტორია აქვს დაწერილი ლექსად. ძალიან დიდი ისტორია, რაღაცა backstory, რომელსაც კიდე თავისი ღირებულება აქვს რა, იდეოლოგიური ღირებულება აქვს. ტიპი რო ამბობს, რომ რასაც გასცემ შენ რაც რა დაკარგულია, შეიძლება ჯადოსნად მიგაჩნდეს რა, რომ რას ქვია, გავეცით ჩემი როგორ არის, მე თუ შენ ფული მოგეთ ჩემი როგორ არის. ამას შეიძლება მეცნიერულად ვერ აღწეროთ ეს მეცნიერულად, მაგრამ ის ტიპი რო გეუნება, შენზე ბევრად ჭკვიანი, შენზე ბევრად მაგარი, შენზე ბევრად მეტი რო აქვს ნაფიქრი და შენზე ბევრად დიდი გამოცდილება აქვს, რო გეუნება, რომ რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია უნდა მიისხა და დაიჯერო რა და დაიჯერეთ, რომ ზოგადად თუ გინდათ რამე ცხოვრებაში მიაღწიოთ და რამე გამოგივიდეთ და არ გიგონოთ, რომ სამყარო თქვენ წინააღმდეგ მოქმედებს, ზუსტად აი ესე უნდა იმუშაოთ, რა გაეცით მაქსიმალურად მეტი, რომ მიიღოთ თქვენს შესაბამისად მეტი რა, ამის გამო. ძალიან კაი ერთი წუთი იყო. ვეთანხმებით მართლა ეგ არის ეგრეა. ბასამ ესე კარგად ილაპარაკა, რომ უნდა დაუფასოთ რა, ეს კარგი საუბარი. რა თქმა უნდა. ჩვენ ყავს ძალიან კარგი ადამიანები გვეხმარებიან ჩვენ. არომატო ჩვენი სპონსორია და გამოგვიგზავნა სუნამოები და აირჩია შენი იყოს რომ თქვენ მაინტერესებს თუ ხმარობთ სუნამოს? დიახ. რომელ სუნამოს ხმარობთ? იმას ადიკალონს. არა. ეხა მე შენ როგორც ვიცი, სუნამოებში ძალიან კარგად ერკვევი, ხო? ერკვევი მეხოტბე ვარ, მსია მიყვარს ძალიან რა, ბავშვობიდან მაგ ეგ ისა მოწიდა, ანუ ყოველთვის მევასებოდა, მაგრამ ბოლო 2 წელია
ჩართული ვარ, იმიტომ რომ მანამდე შესაძლებლობა არ მქონდა სუნამოებისთვის ესე. გასაგები. ხო და შენ რომელ შეარჩევდი ახლა, იმიტომ შენ აქედან ახლა რასაც უყურებ რა, რა თქმა უნდა ძალიან იზიარი. ანუ რო იგითხრათ ისე დაახლოებით ეს ღირს 1000 ლარამდე ბაზარზე. ეს ძალიან დიდი ღირს 800 ლარი. აი ეს არის რა თქმა უნდა რა კრიდი. კრიდი ეძახიან იმას რა ქვია, სუნამოების მესის რა. არომატის შექმნეს, რომელიც არის რაღაც რონალდო რომელია? აი აქედან რონალდო რომელია? რონალდო მესი უთხარი, მესი. რონალდო არის. აი აქედან ყველაზე მეტად რაც ის მაქვს უბრალოდ არაბიან სტონკადებს უკან და ეს ხო? ხო, ეგ მაქვს. ისიც მაქვს, აი რეპლიკა როდევს იქა, ეგეც მაქვს. მე რონალდო არის აი ეს ჟან-პოლ გალტიეს ლემალი, ბავშვებს ან უყვართ, თინეიჯერებს. დღეიდან იყოს რადგან ჟან-პოლ გალტიე, ლემალი, le parfum. ხუჩა კვარაცხელია რა. არ ვაკადრებ მე ხუჩა კვარაცხელია. ანუ ცუდია მაგას ამბო? არა, რონალდოზე მეტად კვარაცხელია საკუთრება. რონალდო როგორია, ანუ ხო როგორ აი ვისაც აი ჟან-პოლ გალტიე როგორ უნდა მოეცე? ვისაც აი მაგალითად TikTok-ი აქვს. ხო. და TikTok-ზე აქვს ნანახე სუნამოები. და იქ TikTok-ზე დაჰაიპებულია ისეთი სუნი აქვს რა მარტივი სუნი აქვს არაფერი ისეთი რა ჩელენჯინგ არის და მასობრივი ხო მას ეპილინგ ქვია ეხლა რასაც ხედავ ყველა Dior Savage-იც მას ეპილინგია ესეც ყველა მას აი ისა ყველა მას ეპილინგია რა და ეს არის ანუ ეგ აიღე ხო თან ნახე რა მაგარი ჩასადებია აგერს მაო გაჩუქებთ არომატოს სახელით რა ძალიან დიდი მადლობა მინდა რა ბაზარი რა გამაგრძელებინეთ რა აა კი მიდი მე რა მაგ ერთი შეკითხვა მაქვს ხა შენთან აი აქ სტავ აი აქ სასიამოვნო სურნელი ყველას გვევასება ყველას მოგწონს როცა სასიამოვნო სურნელია ვისხავთ სუნამოებს გავიგე რომ სუნამოების დასახელებები იცი ანუ კარგად გამოთქვი დასახელებები სუნიც ალბათ ნუ ძალიან ინდივიდუალური ამბავია რაღაც სუნი მე მომწონს რაღაც ტყავის სუნი ვიღაცას მოეწონება აი კიდე რა ცოდნა გაქვს სუნამოებში რაც არ ვიცი თან ხო ხდებით კრისტისი რა თეორიისა რა ანუ მაგალითად აი ვერ დამზადების აი ყურე დამზადების ისა რა აი ვერ ყვევის სუნამოებში შეგიძლია თქვა ხო აი მე მაგალითად დიდად ვერ ყვევი მაგრამ აი დასახელებები იცი შენ და მეტყვი მე და მეც გავიმეორებ და დასახელებები ვიცი და ვერ ყვევის სუნამოებში ხო ვერ ვიცი მზადდება ანუ ყურე როდის და ანუ ყურე ცოტა სხვანაირი რაღაცაა ხო ჩავდე ის რა ქვია აი მაგალითად ყველაზე მარტივს რაღაცას გეტყვით ახლა რა ყველაზე ისეთი ცოდნა არის აი mind blow-ა ხომე და ის არის რა ქვია მარტივი ინფორმაცია რომელიც ბევრმა არ იცის რა მაგალითად ოდე ტუალეტი არსებობს ოდე პარფუმი არსებობს პარფუმი არსებობს და ექსტრაქტი არსებობს რა ანუ 4-ნაირი დასახელება ეს ოდე ტუალეტს რო ამბობენ ხომ ხა მაგალითად ფარენჰეიტი როდეს უკან რა დიორის ფარენჰეიტი არის ოდე ტუალეტი ანუ არ გამოდის არც პარფიუმ ვერსიაში თუ გამოდის სხვა სუნამოა საერთოდ რა ანუ ბევრს გონია რომ ოდე ტუალეტი ცუდს ნიშნავს ან არა ორიგინალს ნიშნავს ან რამე ოდე ტუალეტი არის ჩვეულებრივი სუნამო პროსტა კონცენტრაცია აქვს რაღაცა დაბალი ზეთის შემცველობა აქვს დაბალი რა ანუ პარფიუმის ზეთის ანუ შეიძლება ოდე ტუალეტი დაბალ შემცველობენ უფრო დიდ ხანს ძლევდეს დაჟე ვიდრე პარფიუმი ძლევდეს ანუ არაფერი ხარისხის გამსაზღვრელი არ არის ეს ოდე ტუალეტი შემადგენლობის გამსაზღვრელი არის აი ამათი მქონია რომ ის ოდე პარფუმები რა ოდე პარფუმები აი მაგალითად ფარენჰეიტი არის ერთ-ერთი ჩემი უკან აი აქ ჩემი საგვარეულო სუნი მამა ჩემი ძმა ამას ხმარობს რა ძალიან მივასება ცოტა უცნაური სუნი აქვს ვიღაცისთვის მაგრამ ეს არის ოდე ტუალეტი ამის აი აგეწერი აგერ აი ოდე ტუალეტი ხედა ამის პარფუმ ვერსია რომელიც აი პარფიუმი ოდე პარფუმი კი არა ოდე პარფუმი კი ცოტა დაბალი იმენა პარფუმ რასაც ქვია მაგის ვერსია არის პატარა ტკბილი ვანილის სუნი აქვს და ვაფშე სხვა სუნამოა რა ანუ სხვანაირად სხვა ფასი ღირს სხვა შეფუთვა აქვს ანუ სხვა სუნამოა და ეგ არის ერთი რაც გონიათ ხომ რომ ეს ოდე ტუალეტი დამაკნინებელი ოდე ტუალეტი დამაკნინებელისაა რა მიხდი გავიგე კი იმიტომ რომ რაღაც სიტყვა ისეთი ხა ტუალეტი რო გიქმნის მაგ წარმოდგენას ეგ თემა არის რა არა ხვდები კიდე ტესტერებზია ხომე რა ანუ ტესტერი შორს მე ყოველთვის ეგრე მეგონა ხოლმე ოღონდ მაგ ხო აი ხა კიდე ერთ რაღაცას იმიტომ რომ პირველი აღქმა ეგ მაგ რა ხო გასაგები მაგიტომ ამბობ რომ ბევრს უმეტესობა ეგრე ფიქრობს თუ არა ანუ ჩახედული თუ არ გაკწაკითხული ეგ და ყველა კიდე არის რომ ტესტერებზე არის საუბარი რომ ამბობენ ხომ რომ აი რაღაც ტესტერი არ არსებობს ანუ ტესტერი არის ორიგინალი ანუ ტესტერსა და ორიგინალს შორის ერთადერთი განსხვავება არის 5 ანუ ტესტერს რო ამბობენ რომ ტესტერია და ტესტერს ეძახიან მაგალითად რა ავიღოთ სუნამო რაღაცა და იქით და არის ამის ტესტერი და იაფი ღირს უფრო არ ღირს იაფი
ან ტესტერი ღირს მაქსიმუმ 10-20 დოლარით იაფი ეგეც იმიტომ რომ ყუთშია. ნუცლობაში განსხვავება არა, ყუთში შეფუთვა აქვს სხვა. გავაქვს სხვა ნარადი, ანუ აი ესე ამაში არ მოდის. მოდის აი იმის ყუთში, კარდონის ყუთში მოდის ჩვეულებრივში. ანუ შეფუთვა არა აქ ისეთი როგორიც აქვს შოულები. იმიტომ რომ დასატესტად მაღაზიაში იდოს და ტესტავ რა მაგისთვისაა, თორე არ განსხვავდება რა. არიან ხოლმე რომ აი ეს შეცდომაში შედის ადამიანი რომ ეს ორიგინალია და ეს ორიგინალის ტესტერია და 200 ლარით იაფიქრეს და 300 ლარით და 400 ლარით. არა. ანუ პატენტი და ორიგინალი და ტესტერი ორიგინალის ნაწილია რა. დამსგავსება, ანუ ეგეც ერთ-ერთი ცოდნა არის, რაც ეშლებათ ხოლმე რო რამე რა. და რა მაინტერესებს იცი ახლა ნახე, ზოგადად ახლა ეს სუნამოს რა ყველა ვიყენებთ ყოველდღიურად, ნუ არის რა ძალიან კარგია, როცა ადამიანს კარგი სუნამო ასხია, მაგრამ სუ კარგი და ესე გარკვეული როცა ხარ ადამიანი რა მაგის თქვა მინდა. ეს ძვირიჯდება, ეს დიდ ფუფუნებაა ესეთ იმაში, ისა თუ არა. უყურე, მე ჩემთვის ძვირიჯდება, იმიტომ რომ მე და იაფად რომ ნახო რაღაც სუნამო თქვათ, აი მაგალითად ვიღაცა ყიდის რა, გვერდ ნახევად დაცლილ ბოთლს მაგალითად და ძალიან იაფია. და სუნი არც მომწონდეს ვიყიდი, იმიტომ რომ მე სხვანაირად მე ცოტა კოლექციურად უყურებ. ხო, კოლექციურად უყურებ, მაგრამ ისე ზოგადად რა, თავიდან პირველ რიგში ესე გეწყება, ესე იწყება ხოლმე რა, ეს ამ იმაში ჩართვა, რომ იწყებ იყიდო ეძებ შენ სუნს, რაღაცა სუნი რაც მოგწონს, ყიდულობ ერთ სუნამოს, მაგ სუნამოს ისხა, მე იაზრებ, აუცილებლად ფრეშს ყიდულობ ისეც აი ფრეშ ციტრუსოვანს, ან აკვატიქს, ან ეგეთ სუნამოს, მე გბეზრდება, მე გადიხარ სხვა სუნამოზე, მე ტყავში შედიხარ, მე ვანიუსში გადიხარ. იგივეა მან. თითქმის რა ყველა იწყებს ფრეშით და მე გადადის ნიშებზე რა, რაცაც ნიში რაც ქვია, ნიშა ცოტა ძვირიანი სუნამოები, რომელიც არის მან გადიხარ მე და აი მაგ ხეტიალში შეიძლება დაგეხარჯოს ფული, მაგრამ რო რამე ერთი ცალი სუნამო შეიძლება ერთი წელი იხმარო. და შენი ახლა ბოლო სუნამო რა არის? რაზე ხარ გაჩერებული? ანუ შენ ახლა ბევრი კი გაქვს, მაგრამ აი ბოლო რა აღმოაჩინე გაქვს და ეხ ბოლოს მაჩუკეს ეს კრედი. არა. ხო, ბოლოს კრედი მაჩუკეს. ნასომატოს პარდონი მაჩუკეს ესეთი სუნამო არის. ნასომატო რა იაპონური ბლეკ აფგანო გაგიგიათ? ანუ ვერ არა, ის ბლეკ აფგანო მაგიტო თქვი რომ ერთ-ერთი ცნობ ანუ ტიპი არის ალესანდრო გალწიერი არის, ორი ბრენდი აქვს, ნასომატო და ორთო პარისი და ქმნის რაღაცა ნიშურ რაღაცა სახელოვნების რაც თავის ხო, ძალიან ხო რაღა დაფრინოს რა. ხო და მაგის ერთ-ერთი ისა რა ქმნილება არის 30 ანუ ნასომატო რო შემხვდეს ახლა გვიცოდე რომ ნასომატო არის კარგი ბრენდი და მაგის პარფიუმერი იწოდება ბევრისთვის საუკეთესო პარფიუმერია სამყაროში და მარტო ამ ორ ბრენდს ემსახურება. მაგალითად შენ გონია რომ მაგალითად ჟივანში რაღაცა ბრენდს უშვებს, ამ ჟივანში არის 10 სხვადასხვა პარფიუმერი მუშაობს და 10 პარფიუმერი მუშაობს ყველა სხვა ბრენდზე აქ რასაც ხედავ. გავასაგებდი. აუ ძალიან კაი ინფორმაცია მოგვეწოდა, ახლა არ ვიცოდი ეგ. მე ვფიქრობ რომ საერთოდ ძალიან კარგი სტუმრობა გამოგვივიდა. კი, არა, მოდი რა თქვა იცი, დასაწყისში კი ისე ვთქვა, მაგრამ ტოპ სტუმარი არის რა. კი, მე როგორ მიხარეთ, მე ლაპარაკი როგორ მიყვარს, იცი? კი, და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ნახვებში, ლაიქებში და გამომწერებში მან ვერ იმავშები ხოლმე. ხო, რა, იმიტომ რომ სკანდალურის არაფერს არ ვაკეთებ. არა, როგორ არის, ეხლა შენი და თორნიკეს დაძაბულობა ძალიან დიდი სკანდალი იყო, ეგ. გადამოდი ჩამატებ. მოიცავს კი, მართლა ტოპ სტუმარი გამოვიდა. მადლობა ძალიან. მადლობა, რომ მოხვედი ჩვენთან. დღეს ჩვენი სტუმარი იყო ბასტო. იგივე ვაჟაკა, ვაჟიკოს არ ვაჟიკო? არა, ესეა ვაჟიკოს რა. ვაჟა გოგოა. ბიჭო, ერთი რაღაც გეტყვი რა. რატომ ვაჟიკო რატომ ერქვა იცი სერიალში? მე გადავწყვიტე. ოპა. არა, კი. მისი გადაწყვეტილება იყო ესე იმიტომ რომ მაგალითად ქუჩაში რო ვიღაც დაგინახავს და მაგალითად ის ტატო იყო, ტატო ოფიციალი იყო თავიდან სახელი. ტატო რო დამეძახოს არ მიჩვენია, დამეძახოს ვაჟიკო, რაც მართლა მქვია. კი ბატონო. არა, ბასტოთი მისნობს და ეს ვაჟიკო ყოველას ესე ანუ სერიალის სახელადაც გამოვიდა ისე რომ ჩემი სახელი არის. და სინამდვილეშიც რა კარგად მოაფიქრდა. ანუ ეგრე გადაწყვეტილება მაგითო იყო, რომ სტრატეგიის ნაწილი იყო. მაშინ დღეს ჩვენი სტუმარი იყო ვაჟიკო. მადლობა ვაჟიკოს. კი. სტუმრობისთვის და ჩვენ მაყურებელს მიმართავ რომ გამოგვიწერეთ, ჰამაკის არხის გამოიწერეთ და კიდე სხვა ესეთი ტოპ სტუმრებით დაგიბრუნდებით. და რამე თუ გაქვთ მაგალითად რაღაცა იდეა გაქვთ და აუ ეხა კამერას რა იშოვის, იმას რა იშოვის, ამას რა იშოვის, ეს ადამიანები დაგეხმარებიან თქვენს იდეებს. ოჰო, ჩვენი პროდაქშენი, ნახე პროდაქშენი კიდე რა YouTube-ი, ან რამე სხვა რა. კარგი, მადლობა. კარგი, ხმანიერი. კარგი.